ჩემი ხმა გესმით უკან? იქ დარჩა ხალხი გარეთ? არა, ძალიან კარგი. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ეს ფილმი ალბათ ყველას ჰქონდა ნანახი. ვინმე არის ესეთი, ვისაც ნანახი არ ჰქონდა? ნუ ძალიან ცოტა, უმრავლესობას ნანახი ჰქონდა. საერთოდ ამ ფილმზე, როგორც ყველა ფილმზე, საერთოდ ძალიან ბევრ საუბრობენ იმ კუთხით, რომ სხვადასხვა მოსაზრებები რელიგიურ ფილმს ყოველთვის ახასიათებს ეს. რელიგიურ თემატიკას, რომ იგი ესეთი რელიგიური განჟის და მსჯელობის საგანი ხდება და აქედან გამომდინარე მასთან დაკავშირებით ხოლმე რელიგიურ ფილმთან, ლიტერატურა, ანუ ხელოვნების ნებისმიერ დარგთან, რომელიც რელიგიას ეხება, ყოველთვის არის განსხვავებული აზრი, წარმოიშობა განსხვავებული აზრი და ამ ფილმთანაც ასე არის. არიან ადამიანები, რომლებსაც მკვეთრად არ მოსწონთ, არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ. არიან ადამიანები, რომლებიც ნუ რაღაც ზომიერად რა, არც მაინდამაინც სიხს მოწონებას გამოხატავენ და არც თქვათ ხო, განსაკუთრებული უარყოფითი განცდა აქვს. თუ არიან ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად არ ნახულობენ. აბა მაგის ნახვა როგორ შეიძლება, ესეთებიც არის. ნუ მე რა თქმა უნდა, ეხლა ყველას მაგივრად ვერ ვისაუბრებ. მე როგორც დავინახე, თქვათ მე როგორც ხედავ ამ ფილმს და ჩემი ხედვის რაღაც პატარა ნაწილს, რა თქმა უნდა, ეხლა იმდენი დროც არ არის, რომ ყველა წვიმანზე ვისაუბროთ. პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, ხელოვნების ნებისმიერი დარგი არ გულისხმობ კანონიკურ ხელოვნებას, როგორიც არის თქვათ ხატწერა, საეკლესიო მუსიკა და ხუროთმოძღვრება. ხელოვნების ნებისმიერი დარგი როცა რელიგიას ეხება, არ შეიძლება იქნას განხილული როგორც რაღაც საღვთისმეტყველო ნაშრომი, თავისთავად ცხადი. ისე როგორც მაგალითად ფერწერული ტილო არ შეიძლება თქვათ რომელიც რელიგიურ თემატიკას ეხება, არ შეიძლება იქნას განხილული როგორც თქვათ ხატწერა. და იმიტომ რომ ამის პრეტენზია არ აქვს. ასევე ამ ფილმს არ აქვს საღვთისმეტყველო რაღაც დოკუმენტური სასწავლო ფილმის პრეტენზია. ესეთი ხატრული ფილმი. ჩვეულებრივი ხატრული ფილმი, ოღონდ თემატიკა არის რელიგიური. ამიტომ თქვათ აი რაც თამარმა დასაწყისში თქვა, რომ ეს პოზიცია მართლაც არსებობს, მე გამიგია სატელევიზიო დებატებიც ყოფილა ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის არ ვიტყვი ვინ, მაგრამ თქვათ ისეთი ადამიანებიც ამ კუთხით აკრიტიკებდნენ ამ ფილმს, რომლებიც თავად რელიგიურები არ არიან, არც მსოფლმხედველობით, არც ცხოვრების წესით, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება ცხოვრების წესით არ იყოს ქრისტიანი, მაგრამ მსოფლმხედველობით იყოს. მაგრამ როცა ადამიანი ცხოვრების წესითაც არ არის ქრისტიანი, როცა ადამიანი ჩამოყალიბებული, თქვათ, შეიძლება ითქვას თავის მსოფლმხედველობით და ცხოვრების წესითაც და საზოგადოებრივი აქტიურობითაც ჩამოყალიბებული მტერია ეკლესიის, მტერი იმ გაგებით კი არა, რომ თქვათ, რაღაცას ესვრის, არამედ პოზიცია აქვს ესეთი და ამ პოზიციას ყოველთვის გამოხატავს. და უცებ რო გაიგებ, თქვათ, ესეთ რამეს, რომ ნუ ახლა ეს ისეთი ფილმია, რომ აქ ქრისტე არ ჩანს, ან კიდევ თქვათ, აი რაც თამარმა თქვა, რომ ამ გადამეტებულ თქვათ ადამიანის ტანჯვის სცენებში დაკარგულია თავარი არსი ქრისტეს მოვლენებისა და ასე შემდეგ. ნუ ამ ადამიანებს აპასუხი უნდა გავცე. ჯერ ერთი ინგლისელებს აქვთ ხო გონი გამოთქვა, რომ ძალიან ძნელია იპოვო შავი კატა ბნელ ოთახში, მით უმეტეს როცა ეს კატა აქ არ არის. ეგრეა? ხა? თუ იცის ვინმე მე ზუსტად მე მგონი ინგლისური ხო ეს. ანუ ძალიან ძნელია შავი კატა იპოვო ბნელ ოთახში, როცა მით უმეტეს ეს კატა ამ ოთახში არ არის. ამიტომ რაც არ არის ამ ფილმში, არც უნდა ვეძებოთ. ანუ რა არ არის ამ ფილმში? ამ ფილმში არ არის ქრისტიანული მოძღვრების არსი. ეხლა მოდი კითხვა დავსვათ, შესაძლებელი თუ არა, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამ ხატრულ ფილმში იყოს გადმოცემული ქრისტიანული მოძღვრების არსი. მე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რაც მე ფილმები მინახავს ხატრული თუ დოკუმენტური, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ხელოვნების საშუალებით გადმოცემა ქრისტიანული მოძღვრების არსის არის შეუძლებელი. თვით ხატწერაც კი, რომელიც მეტნაკლებად ისეთი სფეროა ხელოვნებისა, რომელიც სულიერად უნდა წარმოაჩენდეს, სულს უნდა წარმოაჩენდეს ქრისტიანობისას და არს ხატწერაშიც კი ალბათ ეს ძალიან რთულია. თუ შეუძლებელი არა. მეცაც ვიტყვი, თვით საღვთისმეტყველო ნაშრომებშიც კი. აი მაგალითად
რომ ავიღოთ მაგალითად ცდა. ადამიანი არის დაინტერესებული ღვთისმეტყველებით. და ვთხოვოთ მას, რომ იცი, შენ დაინტერესებული ხარ ღვთისმეტყველებით, აი თელ ბიბლიოთეკას დაგიდებ ღვთისმეტყველებისას, დაწყებული სახარებიდან, ანუ პირველი საუკუნიდან, დამთავრებული 21 საუკუნის ჩათვლით თანამედროვე ღვთისმეტყველთა ნაშრომებით. ძალიან საინტერესოა ამ ხრივ სხვათა შორის მე-20 საუკუნის დასასრული, მე-20 საუკუნის, მთელი მე-20 საუკუნე პრინციპში, მთელი მე-20 საუკუნე, მე-20 საუკუნის ბოლო და 21 საუკუნის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია ამ საღვთისმეტყველო კუთხით, თანამედროვე ღვთისმეტყველებას გულისხმობ და ასევე ძველი ძალიან მნიშვნელოვანია მე-4 საუკუნე, მე-7 საუკუნე, ძალიან მნიშვნელოვანია მე-14, მე-15 საუკუნე და ასე შემდეგ გრიგოლ პალამას ეპოქა. და უკითხოთ, აი შენ დაამუშავე ეს ნაშრომები და თუ ჩამომიყალიბებ რა არის ქრისტიანული მოძღვრების არსი, რაში მდგომარეობს ღვთის განკაცების არსი და მისი ჯვარცმის არსი და აღდგომისა და ჩამომიყალიბე ისე, რომ მე გამაგებინო. აღმოაჩენთ, რომ ეს მას პრაქტიკულად ვერ ხელეწიფება. და შეიძლება ისაუბრო ძალიან ბევრი, მაგრამ ვერაფერი ვერ გაგაგებინოს. არსებს საუბრობ, თორე რაღაცას ყველგან გაიგებ და აქაც რაღაცა გავიგეთ, ხო? ამიტომ და რატომ არის ეს ასე რთული და ამგვარად ძნელად გასაგები? იმიტომ რომ ქრისტიანული მოძღვრების არსი ისეთ საიდუმლოებებს ეხება, როგორიც არის ღმერთი, ცოცხალი ღმერთი, როგორიც არის სამყარო ღმერთის მიერ შექმნილი, როგორიც არის ადამიანი შექმნილი ღმერთის მიერ, როგორც სამყაროს გვირგვინი, რომელსაც მთელი ეს სამყარო მეტაგალაქტიკა ეკუთვნის, ანუ მეტაგალაქტიკა ეკუთვნის ადამიანს, ადამიანი როგორც მეუფე ამ სამყაროს შექმნილი. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით უცნაური რამეს გეტყვით, მთელი ეს მატერიალური სამყარო არის ადამიანის სხეულის გაგრძელება. ამიტომ თუ ღვთისმეტყველება ესე გვეუბნება, ადამიანი შეიცვალა, იმის გამო რომ ღმერთს ზურგი შეაქცია და მთელი სამყარო შეიცვალა, ადამიანი რომ დაუბრუნდება ღმერთს, მთელი სამყარო კვლავ, ესე იგი უკეთეს, ანუ პირველდენ მდგომარეობას დაიბრუნებს. ესეთია ქრისტიანული ღვთისმეტყველება, ძალიან ესე მოკლედ თუ შევეხებით, თქვათ, ღმერთს, ადამიანს და სამყაროს. გარდა ამისა, თქვათ, ღმერთი მოვიდა ადამიანად, ეს იმხელა საიდუმლოებაა, რომ თვით ქრისტიანობის წიაღში მუდამ იქმნებოდა სექტები, გონიერი, მოაზროვნე, მათ შორის სასულიერო პირთა დასიდან. ესე იგი, გონიერი, მოაზროვნე ადამიანების მიერ შექმნილი სექტები, რომლებიც ვერაფრით ვერ ეგუებოდნენ იმას, რომ ქრისტე არის სამყაროს შემოქმედი, ტრანსცენდენტული ღმერთი და ამავე დროს ადამიანი ერთდროულად, ანუ ერთ სუბიექტში არის გაერთიანებული. ერთი სუბიექტი და სუბიექტი არ არის ადამიანი, ეს სუბიექტი არის ღმერთი. და ეს სუბიექტი, რომელიც არის ღმერთი, ღვთაებრივი ბუნებით ტრანსცენდენტული ღმერთი, იღებს რა ადამიანურ ბუნებასაც, ანუ ხორცს და სულს და არა სუბიექტს, არამედ ადამიანურ ბუნებასაც ხდება ადამიანიც. გესმით, აი როგორი რაღაცაა, ხო? რამხელა სიღრმეა. ანუ ჯერ ხო ადამიანი ვერ იგებს იმას, რას ნიშნავს ღმერთი როგორც პიროვნება. რას ნიშნავს ღმერთი როგორც პიროვნება, ანუ პიროვნება შემოქმედი თვით შემეცნებისა და შემეცნების უნარით, შემოქმედებითი უნარით, ბუნება ღმერთია, ამიტომ ყოვლის შემძლეა, სამყაროს მიღმიერია, ტრანსცენდენტულია, დროისა და სივრცის მიღმა, ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და იგივე სუბიექტი, ზუსტად იგივე სუბიექტი ჩვეულებრივ ჩვენნაირ ადამიანურ ხორცს და სულს იღებს, აბსოლუტურად ჩვენნაირს, ხაზგასმარი, გარდაცოდვისა, მაგრამ ეს ცალკე თემაა. იმიტომ რომ თვითონ ცოდვის თემა კიდე აბსოლუტურად გაუგებარია, საერთოდ ესეც დიდი საიდუმლოება და ესეც არ ესმით. იღებს ჩვეულებრივ ადამიანურ ხორცს და სულს ადამიანური სუბიექტის გარეშე. ამიტომ კვლავ ერთ სუბიექტა, ანუ ორი სუბიექტი კი არ გაერთიანდება, ღმერთი და ადამიანი. ერთი სუბიექტი კვლავ რჩება ერთ სუბიექტად, იმიტომ რომ ადამიანური სუბიექტი კი არ მიერთა, არამედ ადამიანური ბუნება მიერთა, ხორცი და სული და გახდა ადამიანიც. წარმოგიდგენიათ? ჯერ ხო ღმერთს ვერ გაიგებ რა არის. პიროვნების ცნება საერთოდ საიდუმლოებრივია თვით ადამიანშიც. პიროვნება ხო ამოუწურავია, აი ხო ყოლიათ მეგობრები ყავთ, მშობლები ყავთ, ზოგს ოჯახი აქვს, ზოგს შეყვარებული აქვს ადამიანი, აი მეგულისხმობ იმ ადამიანებს, ზოგს შვილი ეძდება, რომელიც ახლობელია, ხო? ვერაფრით ვერ ამოუწურავ. ამოუცნობია ყოველი ადამიანი. ესე იგი ადამიანური პიროვნება საიდუმლოება, ღვთაებრივი პიროვნება საიდუმლოება, პიროვნებისა და ბუნების ერთობა. როგორ არის რომ ჩემი პიროვნება რეალიზდება ამ ბუნებაში, ღმერთი იმ ბუნებაში, მე როგორ მოხდა რომ თვითონ ეს ბუნებაც საიდუმლოებრივია, ბოლომდე ახსნილი არ არის.
მთელი ბუნება კი არა, ადამიანის თვალი როგორ არის მოწყობილი ბოლომდე ესეც კი არის ეს მეცნიერებმა თუ რა გააკეთებდა აქამ თვალს და ჩაუდგავდა ადამიანს. მაგრამ თვალის გადანერგვაც კი შეუძლებელი არა თუ ახალი თვალის გაკეთება. ანუ გესმით რის თქმა მინდა. ანუ ისეთ თემებს ვეხებით, რომელიც ჩვენი ინტელექტისათვის არის მიუწვდომელი და ეხლა კიდე ამ ყველაფრის სინთეზი რომელიც წარმოაჩენს და სინთეზი ანუ ადამიანისა და ღმერთის ერთობა და ამ ერთობით გამოხსნა ადამიანისა გამოხსნა სიტყვა არ გვესმის, იმიტომ რომ ცოდვის არსი არ გვესმის და გამოხსნა რას ნიშნავს არ გვესმის. ადამიანის დაბრუნება ღმერთთან და ადამიანის მარადისობაში გადაყვანა, როგორც აი ბიოლოგიური არსებიდან ღმერთის რანგში. აბა ყველა ეს თემები ცალ-ცალკე მიუწვდომელია და ეხლა ყველაფერი ერთად აღებული, რასაც ქრისტიანობა გვთავაზობს, როგორ ფიქრობთ? ადვილია რომ ქრისტიანული მოძღვრების არსი დაინახოს ადამიანს. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, შეუძლებელიც არის. ამიტომ თვით საღვთისმეტყველო წმინდანთა ნაშრომებშიც კი ეს ბოლომდე გააზრებულს ვერ ვიტყვი. მე არ ამგონია რომ თქვა პავლე მოციქულს გააზრებული არ ქონოდა რა არის ეს, მაგრამ პავლე მოციქული, რომელსაც ალბათ ღვთისმეტყველთა შორის ვინც ის ყველაზე მეტად ქონდა გააზრებული, რა არის ქრისტიანობა, რომელსაც ღმერთმა განსაკუთრებულად აჩვენა, ეს ჯერ კიდევ ცოცხალს. პავლე მოციქული თვითონვე ამბობს, რომ გამოუთხმელნი არნიან ის სიტყვანი, მე ვერ ვიტყვი. რა არის ეს? არ შემიძლია ამის თქმა. და მე ჩვენ გვანუგეშებს რომ ღმერთი თავის მოყვარეს როგორც სიხარულს უმზადებს, როგორც სიხარულს რომელიც არც თვალსმენია, არც ყურსმენია და არც გულს არ შეხებია. ანუ არ გამოითქმება. და ამ დროს ჩვენ შეიძლება მოვთხოვოთ მელ გიბსონს რომ აბა ეხლა ზუსტად ამიხსენი ქრისტიანული მოძღვრების არის თორე შენი ფილმი არ ვარგა. ამიტომ ეს თემა დავხუროთ. ეს ფილმი არ არის იმისათვის რომ ქრისტიანული მოძღვრების არსი გაგვაგებინოს და თუ როგორც კი აი ამ ნიშნულს ცოტა ქვემოთ დავწევთ და არ დავაცხრებით მელ გიბსონს როგორც დიდ ღვთისმეტყველს, არამედ შევხედავთ მას როგორც დიდ ხელოვანს, აი მაშინ უკვე ანუ თავის სიმაღლეზე დავაყენებთ და მისი სიმაღლის შესაბამისად გავზომავთ, მაშინ ჩვენ აღმოვაჩენთ საოცრებას, რომ ამ ფილმმა თავის დანიშნულება ძალიან ბევრი ადამიანის სულში მოახდინა და შეასრულა. იმიტომ რომ ეს ფილმი თვითონ მელ გიბსონი ამბობს, ეს ფილმი გადაღებულია, გაკეთებულია იმისათვის, რომ ადამიანებს გაახსენოს არა არსი ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა, არამედ ამ არსის პატარა ნაწილი, რა, როგორ იტანჯა ღმერთი შენთვის. არა ჩვენთვის, ეს კი რა თქმა უნდა ჩვენთვის ესეც სწორია, ჩვენთვის და შენთვის, ეს ორივე ერთდროულად არის. მაგრამ ჩვენ იმდენად ეგოისტნი გავხდით თანამედროვე ადამიანები, რომ სხვისი ტკივილი ჩვენთვის ნაკლებად გასაგები ხდება და აქედან გამომდინარე და სასტიკნი გავხდით ბუნებით. ჩვენ და აქედან გამომდინარე ვამბობ ხოლმე ძალიან ხშირად ხას აქცენტს ვაკეთებ არა ჩვენზე, არამედ შენზე და ჩემზეც, რა თქმა უნდა. ანუ პიროვნებას. რა განიცადა ღმერთმა შენთვის? ეს არის ძალიან როგორ ეტკინა ღმერთ შენთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რაც შეეხება თქვა ამ ფილმთან დაკავშირებით, რაზეც მე ვაპირებ რის შესახებაც ვაპირებ საუბარს, ეს არ იქნება თანმიმდევრული, როგორც ადრე ოსტროვზე დაგვემართა. იმიტომ რომ მე ვზივარ და მე წინასწარ მომზადებული სპეციალურად ოსტროვის ნანახი მქონდა, მაგრამ სპეციალურად არ მინდოდა მომზადებულიყავი. მე მინდოდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ განმეცადა, ანუ თქვენს უმრავლესობას ნანახი გაქვთ, კიდევ ერთხელ განგვეცადა ეს ფილმი, იმიტომ რომ ხელოვნება ემოციაზე მოქმედებს და ემოცია ჩვენი ბუნების ნაწილია და ჯანსაღ ემოციებს იწვევს, მე ვფიქრობ ესეთი ფილმები და აი ის ემოციები რა თქმა უნდა ნაზავი ეხლა ვერ გავექცევი ჩემს ღრუბლობას და პატარა ცოდნას ღვთისმეტყველებაში და ეს ემოციები შეზავებული პატარა ცოდნასთან რაღაცნაირად დამეკავშირებინა და მიყოლოდი ფილმის სიუჟეტს და ყველაზე მეტად რამაც იმოქმედა აი დღეს ხვალე რომ ნახო შეიძლება სხვანაირი იყოს. ამიტომ ეს არ იქნება რაღაც სისტემური ხასიათის საუბარი, არამედ ეს იქნება ამ ფილმის ყურების დროს რა ემოციებიც და რა განცდებიც და კავშირი თქვა ჩემ ცოდნასთან აღიძვრებოდა, ის დავაფიქსირე და ამის შესახებ მე გესაუბრები. დრო გვაქვს თითქმის 1 საათზე ცოტა მეტი. ამიტომ ცოტა ვიჩქაროთ. ეხლა საერთოდ როდესაც ქრისტეს ტკივილს უყურებთ ამ ფილმში აქ ხოლმე ესეთი კითხვა რომ კი მაგრამ თვითონ მელ გიბსონსაც ეუბნებოდნენ თქვა თუ რა არის კაცო ეს რა არის ეს გაუთავებელი ტანჯვა.
რა საოცარია რა. ეს დაახლოებით იცი რას მაგონებს? აი შენი ახლობელი შენს გამო ტყვიას გადაეფაროს და ამ ტყვიამ ისე დააზიანოს რომ უცებ კი არ მოკვდეს, აი საშინლად იტანჯოს და შენ რომ ეს გითხრეს ან გიყვებიან თუ როგორ იტანჯა ადამიანი რომელიც შენს მაგივრად გადაეფარა ტყვიას და შენ რომ არა რაღაცა ნუ მასმენინებ სული არ ამ ფორი აქო ეხლა რა არ შემიძლია ამის ატანა შენს გამო ხდება შენს გამო მოიხვედრა ეს ტყვია შენს გამო დაემართა ეს უბედურება და შენ იმასაც კი არ გაურბიხარ რომ გაიგო როგორ იტანჯა რა დამოკიდებულება ეს აქ არაფერი გადამეტებული არ არის და მელ გიბსონი აბსოლუტურად სამართლიანად ამბობს რომ მე რომ ზუსტად გადამეცა ის როგორ იტანჯა ქრისტე იქ გაცილებით მძიმე სანახავი იქნებოდა მელ გიბსონი ეცადა რომ გაეცოცხლებინა ქრისტეს ტანჯვა არა მარტო წერილობითი გადმოცემით ის მწყარობით რაც არსებობს დაწყებული სახარები და თუმცა სახარებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ სახარება ეს არის ტიპიური ხატი რომელიც დაცლილია ემოციებისაგან ამიტომ ჩვენ იქ ვკითხულობთ ესე და მიიყვანეს უფალი გოლგოთას და მუნ ჯვარს აცვეს იგი ნახეთ ემოციები არ არის ეს არის ხატი რომელიც თავისუფალი დაცლილი ემოციებისაგან და აქცენტს აკეთებს სულზე ხოლო სული ჩვენნაირი ადამიანებისათვის ძნელი გასაგები ხდება იმიტომ რომ ჩვენ ემოციურად აღვიქვამთ სამყაროს ხორციელად თუ არ მოკიდე თუ არ შეჭამე თუ არ ტემპერატურა თუ არ იგრძენი თუ ნერვები არ აგიშფოთდა და ასე შემდეგ ხო ვერ ვიგებთ ისე ხო და აი სახარებას ამიტომ ვერ ვიგებთ წმინდა მამემთანაც ეს ნაკლებად არის მაგრამ არსებობს ესეთი ფენომენი როგორიც არის ტურინის უდარა ალბათ ყველას გაგიათ ეს ის უდარა რომელშიც მაცხოვარი იქნა გახვეული აი ბოლოს ფილმის ბოლოს უცებ რო განათდება და მაცხოვრის სხეულია გახსოვდა როგორ იფუშება ეს მართლაც ესე მოხდა სხვათაშორის ტურინის უდარა მეხუთე სახარებად იწოდება იმიტომ რომ მეცნიერებისათვის გაუგებარი შესაძლებლობებით ბევრს იკვლევდნენ ამას, მაგრამ ვერაფრით ვერ მიხვდნენ მეცნიერული თვალსაზრისით, როგორ არის გამოსახულებაზე გადასული. იქ არის ადამიანის გამოსახულება გადასული, ადამიანის რომელიც არის ნატანჯი. ეს გამოსახულება არის ნეგატივი, ხალხაშორის ნეგატივი პირველად თუ არ ვცდები 19 საუკუნის ბოლოსკენ გაჩნდა ნეგატივის 19 საუკუნეში ნეგატივი როგორც ფენომენი ესეთი ცნება გაჩნდა 19 საუკუნეში, როცა ფოტოგრაფია გამოიგონეს. იმიტომ რომ სანამ ფოტოგრაფიას გამოიგონებდა, ნუ ადამიანი ვერაფრით არ მიხვდებოდა, რომ შეიძლება ეს საწინააღმდეგო სპექტრში იყოს ყველაფერი. ხო, ბუნებაში არ არის ნეგატივი ბუნებაში არ არსებობს. ნეგატივი არსებობს მხოლოდ ფოტოგრაფიაში. და აქედან გამომდინარე, თვითონ ტურინის უდარა რომ ნეგატივია, ეს რა თქმა უნდა არ იცოდნენ. იქ არის გამოსახულება, ორიგინალი რო ნახოთ, გამოსახულება, რომ სადაც ჩანს რომ იქ ადამიანის სხეულია რაღაც, მაგრამ როგორც კი გაჩნდა ფოტოგრაფია და გადაუღეს, მე ხა რომელ წელი იყო ეს აღარ მახსოვს, გადაუღეს და მოგეხსენებათ რომ შავ-თეთრი ფოტო და საერთოდ ნებისმიერი ფოტოფილზე თქვა პირველად ესე იყო, ხლა არსებობს სლაიდებიც არსებობდა, ხო დღეს საერთოდ არის ელექტრონული ფოტოაპარატები, მაგრამ ძველად ესე იყო, რომ იღებდი ის ფოტოფილი იყო ნეგატივი. ანუ საწინააღმდეგო სპექტრში და რომ გადაუღეს ტურინის უდარას და რომ შეხედეს, გაცოცხლდა გაცოცხლა რა გაგებით? ცოცხალი გამოსახულება გამოვიდა. ანუ ნეგატივი კი არა, უკვე პოზიტივი. ნეგატივი არის ის და ამიტომ ნეგატივზე გამოვიდა პოზიტივი და ეს სხვათაშორის ეს პოზიტივი დღეს არსებობს სხვადასხვა მაღაზიებში შეიძლება საეკლესიო მაღაზიებში ნახოთ ტურინის უდარის სახის გამომეტყველება. როგორ არის? ტურინის უდარა არის დაწრულებით გამოკვლეული და იქ ფაქტობრივად ისე დაწრულებით არის აღბეჭდილი. თუ როგორ არის ის ადამიანი, რომელიც იქ არის გახვეული ნატანჯი, ეხლა იქ მაგალითად ისეთი ნიუანსები გახსოვთ, რო აწამებენ, როგორ ბოძზია უფალი დაბმული, დაბალ ბოძზია. ესე იგი, რა სიმაღლის ბოძზე იყო დაბმული ის ადამიანი ხელებით, რომელსაც ცემდნენ. რამდენი ადამიანი ურტყავდა. რა რაოდენობის ესე იგი ეს მოხდა, ჯოხიც მოხდა იქ, აი ის ბოლოს გახსოვთ მათრახს რო უტყავენ, რომელებზეც ეს ბურთებია, რომელსაც ხორცის ამოგლეჯა შეუულია. ეს იარაღები არსებობდა და ეს ყველაფერი სხეულზე აღბეჭდილი. და საერთოდ როგორ არის ნატანჯი და მე იქ რო თქვა გადაახვიეს ტურინის უდარაში, როგორი
იქ რა ყვავილები იყო მასზე და ესე იგი მის ხელზე დაფენი რომის ყვავილები ზუსტად იმ პერიოდში და სწორედ იქ იუდეაში მოდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მე მის თქვა მინდა რომ ტურინის სუდარა ეს იყო მცდელობა ტურინის სუდარა გაეცოცხლებინათ, მაგრამ მელ გიბსონი ამბობს რომ ჯერ ანუ მე ამ ფილმში კიდე დაგინდეთ თქვენ და ბოლომდე არ გავაცოცხლეს თუ როგორ იყო ნატანჯი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მაგალითს მოგიყვებით, მაგალითად, როდესაც ამ მათრახებს უტყავდნენ ხოლმე ძველად. ცდილობდა რომ გულის ხარეს არ დაეტყათ, იმიტომ რომ ამას შეიძლება შოკი გამოეწვია და მოეკლა. თუ ადამიანის მოკლა არ უნდათ, ცდილობდნენ გულის ხარეს არ დაეტყათ. ეს იყო საშინელი წამების იარაღი. ფათაშორის პილატემ ეს სახარებაში ჩანს იგზნობა, პილატემ იმიტომ გააშოლტვინა და აქაც ჩანს ფილმში, რომ მიფიქრა რომ ესე გაშოლტილი რო იქნება, მე ჯვარცმას გადაიფიქრებენ. მაგრამ ანუ შეეცოდებათ, მაგრამ ეს არ მოხდა. ეხლა აქ ჩანს როგორ უჭირს მაცხოვარს, როგორც ადამიანს. მელ გიბსონი ცდილობს რის ჩვენებას და ეს უკვე საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, რომ რატო უჭირს? ზოგი ფიქრობს, მე გამიგია ერთ-ერთი ოღონდ საქართველოში მოღვაწე მღვდელი არ არის, ეს არის უცხოეთში მოღვაწე მღვდელი, რომელიც ძალიან ავტორიტეტულად ითვლება, მაგრამ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა. ესეთ რამეს ამბობს ის, რომ უფლის მერე ძალიან ბევრი ადამიანი ტანჯულა იგივე ქრისტიანობაში, გაცილებით უფრო მძიმედ. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლის ტანჯვა იმიტოა დიდი, რომ იგი უფალია და რაღაც. აბსოლუტურად არასწორი აზრია საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. უფლისნაირად შეუძლებელი ადამიანი იტანჯოს და რატო? მორალური თვალსაზრისით რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ ყველანი მისი შვილები ვარ და ჩვენ ვკლავთ მას. ანუ შვილი რო კლავს, გაცილებით მძიმეა, ხო? ხო გესმით, ვიდრე ჯალათი და მტერი რომ მოკლავს. ეგ ერთი. და მეორე. ჩვენ ესეთი სწავლება გვაქვს ქრისტიანობაში, რომ უფალმა ჩვენი ცოდვები იტვირთა. დასაწყისში რომ იწყება, ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებია, რომ მან ჩვენი უძლურებანი იტვირთა. ეს არის ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები. მე ყველას გირჩევთ, აი, ვისაც ცოტა მაინც აინტერესებს ქრისტიანობა, ბიბლია, ვისაც, ალბათ ყველას გაქვთ. ესაია წინასწარმეტყველის წიგნი აიღეთ და თუ არ ვცდები 53 თავი გადაშალეთ. და წაიკითხეთ 53 თავი ესაია წინასწარმეტყველისა. თქვენ რომ არ იცოდეთ, რომ ეს იქით საუკუნების იქით მოღვაწე წინასწარმეტყველი იყო უფლის მოსვლამდე, გეგონებათ, რომ ეს არის, იგი არის მეხუთე מחარებელი. ისე ფაქტობრივად ეს არის თითქოს აწეღანას ტურინის სუდარაზე იგივე ვახსენე, მაგრამ ესეა. მეხუთე מחარებელს უწოდებენ ქრისტეს ცხოვრება თითქოს 53 თავი. და იმას უწაიკითხავ, აი როგორ კაცო, როგორ ესე იგი ის როდო იმ დროს დაწერა, განა ეს ქრისტეს არ იცნობდა და განა იმ დროს არ აღწერდა ამას, ესეთი საოცარი რამ არის. ანუ სწავლება ესეთია, რომ ქრისტე იტვირთა თითოეული ადამიანის ცოდვა თავის თავზე, დაწყებული ადამიდან, აღდგომის ხატი ხო გინახავთ? აი ხა აღდგომის დღესასწაული იქნება და ტაძრებში იქნება ყველგან აღდგომის ხატი. ამ კვირაობითაც არის აღდგომის ხატი. ნახავთ აღდგომის ხატზე უფლის ჯოჯოხეთში შთასვლა და ადამიანზე ხელი უკიდი. ადამიანს უძლურების ნიშნად ხელი ჩამოკიდებული აქვს და უფალს ხელი აქვს ესე მოკიდებული. ჯვარზე რო აღესრულება, უფალი ჩადის ჯოჯოხეთში, პავლე მოციქულიც ამბობს და ჯვრისამიერ ჩავიდა ჯოჯოხეთში. პეტრე მოციქული ამბობს, რომ ჩავიდა ჯოჯოხეთში და იქ უქადაგა, იქ ყოფს სულებს. ეს სულები უძლურებაში არიან. მათ არ შეუძლიათ განთავისუფლება მარადიული სიკვდილისაგან და ეს ადამიანის ხელში ჩანს ეს. ანუ დაწყებული ადამიანიდან დამთავრებული ბოლო ადამიანამდე, რომელიც ამ სამყაროში მოევლინება, უფალმა ყველას ტკივილი, ყველას ცოდვა, ყველას დანაშაული იტვირთა და საკუთარ თავზე აიღო. ეხლა ეს რომ არ გეგონოს ცარიელი სიტყვები და რაღაც სიმბოლური მეტყველება, ხო? შევხედოთ ესე. მე ეს მესმის, ეს მე გეუბნებით, ეს არის საიდუმლობა, მე ხა ისეთ თემას ვეხები, რომელიც შეხების უფლებაც არ მაქვს. თქვათ მე მეტკინა ხელი. რა მეტკინა? ხელი. ხო სწორია? და ვის ხელს ეტკინა? თეოდორეს ხელს არ ეტკინა? ხო? ეს არის. ეს ეხება ყველა ტკივილს სულიერს თუ ესე იგი ფიზიკურს. ანუ თეოდორეს ტკივილ პროფესორად ტკივა ხელს, ფეხს, თავს, სულის ტკივილის არსებობს. მაგრამ ტკივილ გამცდელი სუბიექტი, ვინც იტყვის. აი ხელი არას იტყვის, ხელი ვერაფერს ვერ იტყვის. რა ტკივა, ხელი მტკივა. ანუ ვინც იტყვის რომ ტკივა, ვინც იტყვის რომ დავიტანჯე, არის არა ბუნება, რომელიც იტანჯება. ბუნება იტანჯება. მაგრამ
ვინც იტყვის რომ დავით ანჯე და მტკივა არის სუბიექტი, ხო სწორია, პიროვნება. ეს ხო გასაგებია. ეხლა იესო ქრისტესთან ვნახოთ როგორ არის. ხელი ტკივა. ტკივა, როგორ არ ტკივა, ნახე რა უქნეს, ხო? გასაგებია. ტკივილი არის ბევრნაირი. მაგალითად იუდას ღალატი ტკივილია, პეტრეს ღალატი ტკივილია. ვერ არ ესმით მისი ტკივილია. ეს სახარებაში არის, როდემდე ვიყო მე თქვენთან, ქრისტე ამბობს ერთხელ ერთ ადგილას. როდემდე თავს ვიდებდე თქვენსას. ძნელია, წარმოიდგინე, ძნელია, ხო, არ ესმით ადამიანებს. საკუთარ ძმებს, თანაშეზდილ ძმებს, ანუ იოსების შვილებს, არ ესმით. მისი ეს რა თქმა უნდა ტკივილს იწვევს, თავისთავად ცხადია. გარდა ამისა, ადამიანთა ჩვენი უძლურებანი და ცოდვები და ამ ცოდვებიდან გამომდინარე შედეგი იტვირთა. ერთ-ერთი მთავარი ცოდვა, ერთ-ერთი მთავარი შედეგი და ნაყოფი ადამიანური ცოდვისა არის ღმერთისაგან განშორებულობა, რომელიც ბადებს მოწყენილობასა და სასოწარკვეთილებას ადამიანებში. ჩვენ ყველას განგვიცდია ეს. მოწყენილობა, სასოწარკვეთილება, შინაგანი სიცარიელე, რომელსაც ადამიანი ავსებს, და რითი ავსებს? აბა გაიხსენებ. უაზრო გართობით, უაზრო სიამოვნებებით. ამით ავსებს ადამიანი თავის სიმთვრალე, სიგარეტი, ნარკოტიკი, ჭორაობა, გამართობელი რაღაცები, უკეთეს შემთხვევაში ხელოვნება და მეცნიერება. უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში ჩამოვთვალე. ანუ ადამიანი და თუ ადამიანს მოუსპობ ამ საშუალებას, ადამიანს არც გართობის საშუალებას მისცემ, არც სიამოვნების, არც ხელოვნებით, შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი. ციხე რატო ამძიმე ხოლმე, ხო? რომ ჩაჯდება და ვეღარაფერს ვეღარ ახორციელებს. ანუ ღვთისაგან მიტოვებულობის განცდა არის თამდევი ჩვენი დაზიანებული ადამიანური ბუნებისა. თორე სინამდვილეში თუ ადამიანის ბუნება განიკურნა და ქრისტიანული მოზღვრება არის მცდელობა ადამიანის ბუნების გაძლევს შესაძლებლობას, უпростоრეს განიკურნოს შენი ადამიანური ბუნება. განკურნებული ადამიანური ბუნება თავის შიგნით, ცხოველს შიგნით არა აქვს. აქ ლაპარაკი არის არა გეომეტრიულ შიგთავსზე, რომელიც ჩვენი ანატომიის შიგნით არის. არამედ აქ ლაპარაკია ჩვენ სულიერ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელიც პირობითად უწოდებთ შიგნით. ადამიანის შიდა სამყარო ისეთი მდიდარია, რომ უფალი პირდაპირ ამბობს, რომ სასუფეველი თქვენს გულში ეძებეთ. ყველა მიცით მეტაკლება თუ სიყვარულს ადაგზნობთ ხოლმე. განააქ არ აგზნობთ სიყვარულს. უფალმა განიცადა ყველაზე მძიმე ნაყოფი ადამიანური დაცემული ბუნებისა. ეს არის ჩვენი სიცარიელე, შინაგანი სიცარიელე, განშორებულობა ღმერთისაგან და აქედან გამომდინარე ის ღვთისაგან მიტოვებულობის ის საშინელი განცდა, კიდევ ვიმეორე, რომელსაც ადამიანი რაღაცით ცდილობს შეავსოს და არაფერი არ გამოდის. ანუ ადამიანში შიგნით ჯოჯოხეთია. აი უფლისი სიტყვები ჯვარზე, რომ ღმერთო ჩემო, რა ისათვის დამიტევე მე. ანუ დაწყებული პატარა გულის ტკივილიდან მეგობრებს შორის და თანაშეზდილ ძმებს შორის და იმ მოწაფეებს, რომელიც მისი არ ესმოდა, დამთავრებული აი ამ ჯოჯოხეთის განცდით, რა ისათვის დამიტევე მე. ყველაფერი იტვირთა, ოღონ არა ერთი ადამიანის. აი მე ჩემი ხელი მტკივა, აი მე მეტკინა ხელი. ჩემი ხელი მტკივა. არ დაუჯერე მშობელს და ცხელ უთოს დავადე ხელი, პატალალო ვიყავ თქვა. და დამეწვა. ეს ჩემი ურჩობაა და ჩემი ურჩობის საზღაური ერთი ხელის დაწვა. მაგრამ თუ დედამიწაზე, ესე იგი, რომელიმე ბავშვს დედის ურჩობის გამო ხელი დაუწვია, სიტყვაზე ხა მე ხო ცოტა უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ მაინც მინდა რომ აი ამით გაგაგებინოთ. აი დედამიწაზე რამდენ მილიონ ბავშვს თქვათ გამოუჩენია ურჩობა დედისადმი და დაუდიათ ხელი რაღაცისთვის ხელი, ხო? ურჩობის საზღაურად თითოეულ მათგანს ხელი დაეწვა. ყველა ეტკინა უფალს. იმიტომ რომ ყველას დანაშაული უფალმა ზღო წინაშე ღვთისა, როგორც უწმინდესმა არსება. ეს ხა იურიდიული განმარტება მოგეცით. იურიდიული განმარტება. იმიტომ რომ მან იტვირთა იურიდიული თვალსაზრისით თითოეული ჩვენთაგანის დანაშაული. ხა წარმოგიდგინეთ როგორ ეტკინებოდა უფალს ხელის დაწვა. ეგ ერთი და მეორე. მე გითხარით რომ ტკივილგამცდელი სუბიექტი ყველა შემთხვევაში შენ ტკივა შენ ახარ ტკივილგამცდელი სუბიექტი. შენ, აი ქრისტეს რო ტკივა, ტკივილგამცდელი სუბიექტი ქრისტეა, მაგრამ ვინ არის ქრისტე? ის ვინც 2000 წლის წინ გაჩნდა და იცხოვრა 33 წელიწადი, არ არის ის სუბიექტი. ტკივილგამცდელი სუბიექტი ქრისტეში არის მარადიული არსება, ანუ ძეღმერთი,
რომელმაც მთელი სამყარო შექმნა. მამისა და სულიწმიდის თანაარსი. გესმით ტკივილგამცდელი სუბიექტი ვინ არის? ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ის ყდება ჯვარზე, ის ითვალისწინებს დაწყებული ადამიანიდან დამთავრებული ბოლო ადამიანამდე ყველას. და ამიტომ მას ყველას მაგივრად ტკივა. აი შენ რომ აშავებ დღეს და კიდე ხვალ რო დააშავებ და უკანასკენ ამოსუნთქვამდე ბერს რო დააშავებ, ყველა ის ტკივილი მასია. ამიტომ შენ რო აშავებ, იცოდე რომ მას ტკენ. ეს ტკივილი სხვადასხვანაირად გამოიხატება სახარებაში. ზოგი ჯვარსაც უსყვირის, ზოგი აი ის პირველი გახსოვთ პირველი ურო რომელიც ხდება ხელში თუ უყურეთ კარგად, პირველი გახსოვთ იქ არ ჩანს, მე შემდეგ ხელში რო უტყავენ ის ჩანს სახიობი ვინ არის. აქ არ ჩანს. რამდენჯერაც ხდება არ ჩანს. ის ხელი არის რეჟისორის, მელ გიბსონის, რომელიც თვითონ არ მონაწილეობს. და მე ამბობს რომ სპეციალურად არ მონაწილეობს, ეხლა თავის ტიპაჟი იქ არ იყო საჭირო, მაგრამ მე სპეციალურად ვიყავი ესე რომ ამ თავის რელიგიური განცდა გამოხატა. ერთ-ერთი ვინც ქრისტე ჯვარსაცო ეს მე ვარ. და აბსოლუტურად სწორია საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. თუ ჩვენ პასუხისმგებლობას მოვიცილებთ რომ ქრისტე მოკვდა, მაგრამ მე რა შუაში ვარ. იმ წამსვე შენ და ქრისტეს შორის გაუვალი კედელი ჩდება. შენ რა შუაში ხარ, ესე იგი შენზე არ ზრუნავდა უფალი, იმიტომ რომ შენ საზრუნავი არაფერი არ ქონდა და იმ წამსვე მისგან შორს ახარ. გესმით? ამიტომ ქრისტეს ტკივილი იმდანაც დიდია, ადამიანური ბუნება მას ვერ დაიტევს, რომ არა საღვთო რაღაც საოცარი ძალმოსილება. ამიტომ აი ეს ტანჯვა, რომელიც აქ ჩანს, რომელსაც თითქოს და ვერ იტევს და ვერ ერევა და მაინც იტევს და საშნელი ტკივილი, ეს არ არის ერთი კაცის ტკივილი. ეს არის ყველაზე საშნელი ტკივილი, თუ კი რაიმე არსებას, რომელიმე არსებას სამყაროში თეორიულად შეიძლება ტკენოდა. ასე რომ გავითვალისწინოთ. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რაც ჩვენი თვალით შეიძლება დავინახოთ პატარას. ეხლა ერთი რამ საინტერესოა კიდე აქ. ჩვენ გახსოვთ გეციმანის ბაღში რო ლოცულობს, გახსოვთ მაცხოვარი. იქ ჩანს ადამიანური ნების, მას ადამიანური ნებაც აქვს და ადამიანური ნების ჭიდილი ღვთაებრივ ნებასთან. კი არ ეწინააღმდეგება, მაგრამ აი ეს ერთი კაცის ტკივილი კი არა, აი ეს გლობალური ტკივილი, რომელიც ადამიანური არსების კატასტროფის სტოლას იმძიმია, რომ ღმერთთან იყო და ჯოჯოხეთამდე ჩავიდა, აი ამ ტკივილის ატანას მისი ნება, ადამიანური ნება ადამიანურად გაურბის. და მაგრამ მე ემორჩილება, გახსოვთ ეს. და გახსოვთ იქ სატანა რო უჩურჩილებს, მე გველს რო გაუშვებს. თუ გახსოვთ რა გენიალურადაა გადაწყვეტილი მელ გიბსონს. მაცხოვარი თავის აზროვნებაშია ჩაფლული და იბუძვის რომ ეს ადამიანური ბუნება აქტიურია მასში. აქტიურია, რაღაცა საგანი კი არ მიერთა ღმერთმა, არამედ ცოცხალი ბუნება მიერთა, რომელსაც თავისი ნება აქვს. ამით გვასწავლო, რომ შენი ნება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს აქტიური უნდა იყოს, ოღონ სწორი მიმართულებით წარმართო და აი ამ ჭიდილშია. და სატანა უყურებს ესე და შენ ვერ შეძლებ ამას. მე ხო ვიცი, რაც დაგმართე ადამიანო, მე ხო ვიცი. ხემთო შეუძლებელია შე რაღაცას აკეთებ, რაღაცას ცდილობ, ლოცულობ, ამბობ ზეღმერთი ბოლომდე არ ესმის სატანას, რას ნიშნავს ზეღმერთი, მაგრამ გამოგივა, ეგ შეუძლებელი. და გახსოვთ გენიალური გადაწყვეტილება გიბსონის. მაცხოვარს რეაქცია არა აქვს. შენ ელოდები, რომ ის ისეთ რაღაცებს ეუბნება, რომ წესით უნდა მან მიხედოს და უთხრას, რომ ესე კი არა ესია და გაუსწოროს და შეეკამათოს და არათუ გახედავს, უბრალოდ არათუ საწინააღმდეგოს უმტკიცებს მაცხოვარი, რეაგირებაც არა, ის თითქოს ლაპარაკობს და გიყოფილა გინდა რა. ამით გვასწავლის ამ შემთხვევაში მელ გიბსონი, მაგრამ ეს არის ქრისტიანული სწავლება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეს არანაირი რეაგირება ბოროტის ნათქვამზე. ქრისტიანულ ცხოვრებაში არსებობს ესეთი ცნება, მღვიძარება, სიფხიზლე, რომელიც ასკეტიკის განუყოფელი ნაწილია. რომელიც გვასწავლის, რომ დემონის, ეშმაკის პატარა იოტისოდენა მოძრაობაც კი დავაფიქსიროთ ჩვენ შიგნით და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, რომ მას არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ. არანაირი ჩვენი ბუნებას, აი მაგალითად ქინძისთავი რო შეურჭო ხელში, ხო? შეხდება. სახესთან რო ხელები მიგიტანო, თვალები დაახამხამებს. პატარა ჩაქუჩი რომ მუხლის თავზე ჩაგარტყა, ფეხი ესე აიქნებს. ანუ ჩვენ რაღაც რეაქციები გაგვაჩნია, ხო?
აი დემონურ მოქმედებაზე თუ მე დავაფიქსირე, რომ ის ეშმაკია, თუ მღვიძარება ჩემი სათნოება მუშაობს, არანაირი რეაქცია არ უნდა მქონდეს. ეს აბსოლუტურად სწორი საფრთხისმეტყველო გადაწყვეტილება იყო. ეხლა დატყვევების სცენაზე მინდა გითხრათ გეციმანის ბაღში მაცხოვარს ვატყვევებენ. რაღაცა ნიუანსი ჩანს ამისი. აი მაგალითად, როდესაც მოციქულები გაიქცევიან, იქ პეტრეს აკავებენ, რომ და მაცხოვარი დგას. და ისინი ამ ძიძგილაობაში მოციქულებთან და ბოლოს პეტრე მოციქული ისტორიულად გადმოცემით ცნობილია, ძალიან ფიზიკურად ძალიან ძლიერი ადამიანი იყო პეტრე მოციქული. ამ ძიძგილაობაში ყველა დაბლაყრია და შეშინებულები უყურებენ მაცხოვარს. ესე. მაცხოვარი დგას და მე ნელა ეპარებიან და ეშინია და უცებ მოკიდებენ და რეაქცია რო არ აქვს და იჭერენ. და სახარებაში არის ძალიან სიღრმისეულად ეს გადმოცემული და აი ამ ფილმს ეს აკლია. კერძოდ რომ მივლენ ეკითხებიან შენ ხარო და მაცხოვარის პასუხია მე ვარ და იქ არის უცნაური რეაქცია შეარაღებულები მივიდნენ ეს დარჩა მარტო ხო და ეკითხებიან რომ თქვა ის არის თუ არა ვისაც ეძებენ იესო ნაზარე მე ვარ იტყვის და ყველანი დაემხობა დაბლა სახარებას უკითხულობ ვერ ხვდები რა მოხდა აქ ორი განმარტება აქვს ამაში აი ამ სიტყვაში მე ვარ აჩვენა ძალმოსილება. აი ძალა გააყოლა ღვთაებრივი. მოციქულების გასაძლიერება, თუ ყველა დაბლა დაეყარა. და მეეუბნება მე ვარ. ანუ და აი ჩანს რომ ხო ამბობს, აქაც ამბობს და სახარებას წესია, ჩემი ნებით დავდებ სულს და ჩემი ნებით ავიღებ. ანუ მე ჩემი ნებით მივდივარ, ანუ არავის არ აქვს შესაძლებლობა რომ მე ანუ მე ჩემი ნებით დავემორჩილი ამ საფრთხო განგებულებას. და მე აძლევს ნებას და მე ეცემიან და არის მეორე განმარტება და ორივე სწორია. მეორე განმარტება ესეთია რომ მე ვარ, ეს არის ის სიტყვები, რომელიც მოსეს უთხრა ღმერთმა, როცა მან ესე იგი იხილა ქორების მთაზე ცეცხლმოდებულ მაყლოვანში, რომელიც არ იწოდა ამავე დროს ღმერთი. იქ ეუნება, ვინ ახარ შენ, რა არის შენი სახელი და მე ვარ, რომელი ვარ, ანუ მე ვარ შეგულისხმება, მაგრამ მე ვარ ნახეთ რა საოცარი სიტყვებია მე ვარ ვარ არის ყოფიერება, ხო? მე არის სუბიექტი. და ღმერთი როცა ამბობს, რომ ჩემი სახელია მე ვარ, ეს ნიშნავს, რომ ყოფიერების საწყისი და უმთავრესი ყოფიერება არის პიროვნული არსება. გესმით ეს რა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას თანამედროვე ფიზიკა ჩემთვის ატკიცებს, რა გიადვალს ვეკითხებიან და რომელიც ამბობს, რომ მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ სამყარო არაფრისაგან შეიქმნა. ეს ღვთისმეტყველები ამას ფიზიკოსები ამას ეხლა ამბობენ, მაგრამ ეს ბიბლიაში წერია პირდაპირ, რომ სამყარო შეიქმნა არაფრისაგან და მთელი მამები, ღვთისმეტყველი მამები ამას პირდაპირ იმეორებენ, ძველები ბიბლიაში წერია და ძველებიც იმეორებენ, რომ სამყარო არაფრისაგან შეიქმნა. და დღეს თანამედროვე ფიზიკაც ამას რო ამბობს, ეს ცით რას ნიშნავს? რომ სამყარო არაფრისაგან შეიქმნა, არაფერი არ არის, არც სივრცე, არც დრო, არაფერი და დაიკვანტა, კვანტი და გაჩნდა ერთი წერტილი, რომელიც არის, ნუ 10 მინუს რაღაცა, რა ვიცი, -33 უფრო. და ის ფეთქდება და იქნება ეს სამყარო. ეს ნიშნავს, რომ საწყისი, მე ჩემთვის როგორც რელიგიური ადამიანისთვის, ფიზიკოსი ამას ვერ იტყვის. ფიზიკოსი იტყვის, რომ არაფრისაგან შეიქმნა, უცებ დაიკვანტა. მაგრამ რელიგიური ადამიანი იტყვის, დაიკვანტა რა? დაიკვანტა. ისე დაიკვანტა თავისით, დაიკვანტას მოგცემ შენ. ნება უსწრებს წინ, ნება უსწრებს წინ მატერიას. ეს ეთახმება რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ქრისტიანული განმარტება ღმერთის შესახებ. რა არის შენი სახელი? სახელში ის კი არ იხდება თედო ქვია თუ ისა გიო ქვია. არა. ის ეგვიპტური კულტურის წარმომადგენელია მოსე და როცა ამბობს რომ რა არის შენი სახელი, სახელში გულისხმობს და აინტერესებს არსი აი იმ ღმერთისა, რომელიც მას ეცხადება. არსი, იმიტომ რომ ეგვიპტეში ბევრი ღმერთია. ეხლა შენ მეუნები მე რომ ჩავიდე და ჩემ ხალხს ებრაელებს ეგვიპტეში უთხრა რომ ჩვენი ღმერთი გამომეცხადა და იქ იმდენი ღმერთია და აი ჩვენი ღმერთს რა ქვია, ვინ არის? ანუ მისი არსი რა არის? და აი არსი, მე ვარ, ყოფიერება არის მე, სუბიექტი. ეს საოცარი რამ არის. ხო და აი, როდესაც ქრისტე ამბობს მე ვარ, ეს საშინელი სიტყვები იყო იუდეველებისათვის, ეს ნიშნავს ღმერთს და ამიტომ დაემხნენ. ანუ ამ სახელის გამო დაემხნენ და მეორე განმარტება, ანუ პირველი განმარტება ის, რომ ეს ძალმოსილება მოდის მის სიტყვებში და ამიტომ დაემხნენ. ეს ადგილი
კარგად არ აქვს მელ გიბსონს ძალიან სამწუხაროა და აკლია. ნუ ძალიან კარგად არის გადმოცემული ის სცენა, სადაც ფარისევლებთან მიყავთ მაცხოვარი. და საერთოდ სახეებს ამ ფილმს ოდესმე თუ ნახავთ კიდე სახეებს დააკვირდით. ეხლა მე რამდენიმე სახეს გაგახსენებ. მაგალითად ქრისტე როცა მიყავთ და იმ ფარისევლების სახეები ხო ნუ გენიალურად. აი დააკვირდით როგორი სახეები აქვს ეს ზიზღი და ეს ნუ გენიოსია ახლა ეს როგორც რეჟისორი რაღაც სახეების აშინელი ცინიზმის რაღაც მედიდურობა ესეთი. აი მაგალითად როგორი სახე გამახსენდა. როდესაც მჭედელმა უნდა გაუკეთდაადოს ბორკილები. მჭედელი თუ გახსოვთ. ხა იმეს ვინ არის მჭედელი? დაავალეს, აბა ეხლა ბიჭო გააკეთე, სუქარი მჭედელი ეგეთი. და ქრისტეს უყურებს და სახეზე აწერია სულის ტკივილი. რო უყურებს მას, რომ ეხლა აი რას უშვებიან და თან ის უბედურებაც, რომ არა აქვს იმის ვაშკაცობა, რომ მინიმუმ უარი მაინც თქვას თავის მისიის შესრულებაზე და ესე შეშინებული სულის ტკივილი და მაინც აკეთებს ამ ბორკილებს. აი საოცარი მომენტია დაჭერილი. ძალიან მაგარი და უკან გახსოვთ უკან რომ დასინიან ერთი საკმელები რო არაკას და ხორხოცებს და ანუ ასე იგი თითო როგორ არის წარმოჩენილი ბრბოს არარაობა სადაც თითოეული არა პიროვნება არამედ ინდივიდი იმიტომ რომ ბრბო პიროვნებებისგან არ შედგება ხო ხტები თუ ბრბოს დავანაწევრებთ და პიროვნებებს მივიღებთ მაშინ ის ბრბო აღარ იქნება ეს იქნება ხალხი ეს იქნება საზოგადოება ეს იქნება ერიკი ბატონო მაგრამ თუ ბრბოს დავშლი და პიროვნებებს ვერ მივიღებთ ესე იგი ბრბო არის და აი ბრბო და საოცრება რა არის ბრბოში არა პიროვნებებს არამედ ინდივიდებს პიროვნული პატივმოყვარეობა და ღირსება გააჩნიათ და ყველა იცინის მაცხოვარზე, იმიტომ რომ ძლიერნი ამასოფლისანი დასინიან და ხო, აბა ეგრე, აბა როგორ, ხო, არაფერი არ ესმით, მაგრამ აი ეს არის. ამიტომ იყო აი საზოგადოებები სადაც მონური სული სუფევს და საერთოდ მოდი ესე ვთქვა, თუ რაღაცა კლანს, ან ხელისუფლებას, ან თქვათ რაღაცა, უნდათ საზოგადოების მართვა, უნდა ეს საზოგადოება ბრბოდ გადააქციონ. და როცა ეს ხდება, მაშინ მართლა იმიტომ რომ პიროვნებები არ არიან და შენ თავარია რომ შენ მათთვის რაღაცას წარმოადგენდა და როგორც იზავ, ეგრე მოიქცევიან. ეს ძალიან კარგად ჩანს აქ და სახები. ძალიან კარგია იროდისთან გახსოვთ, იროდისთან რა საზოგადოება ხო გახსოვთ. ესე იგი ის არის საკრებულო ესე გარყვნილი მეძავები, მამათმავლები, ვერ გაიგებ კაცი ვინ არის, ქალი ვინ არის, სრული აღრევა იქა. ეს თვითონ ეს იროდიც კაცია თუ ქალია ბოლომდე ვერ გაიგებ და ჰარამხანაში ჩაჯდება კაცები უზის, იქ ქალები წყავს, კოშმარი და თუ გახსოვთ და ყველა ადამიანს აქვს რაღაც არაჯანსაღი სახე და გახსოვთ იქ ერთი შავკანიანი რომ არის, რაღაც გვირგვინი რო ადგას, ოქროს ჯაჭვები აქვს და რაღაც. თუ გახსოვთ ის შავკანიანი. როგორი სახე აქვს, როგორ ტკივა ქრისტეს რო უყურებს. გენიალურია, ჯერ ამ სახის დაჭერა ესა და გენიალური რა არის, აი ესეთი უკიდურესად დაცემული საზოგადოება და იქაც რო არიან პიროვნებები. გესმით? ანუ იქ იუდაურ საზოგადოებაში სადაც წესით ზნეობა ძალიან მაღალ დონეზე იყო, იქ ესეთი რაღაცები არ იყო რაც ჩამოვთვალე. მაგრამ ხედავთ როგორი ბრბოა, თუმცა იქ ჭედელს არ აუჭირდა. და აი აქ უკიდურესად ზნეობრივად დაცემულ საზოგადოებაში ეს შავკანიანი ეს ოქროს რაღაცა რო ადგას, როგორი პიროვნება და როგორ ხვდება, რომ ქრისტე ვინ არის. ესე ძალიან საოცარი. ასე რომ ამას სახე უნდა ესე იგი ყურადღება მიექცეს. ხო, ახლა იუდას ფენომენი. თვითონ როცა იუდას უყურებთ სახარებაში, როცა ვკითხულობთ სახარებას და ხედავთ იუდას სახეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ იუდა არის ერთადერთი დედამიწაზე და იმას ქვია იუდა. იუდას შესახებ დაიწერა, იმიტომ როგორც პავლე მოციქული ამბობს, რაც დაიწერა ყველაფერი ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა, იუდას ფენომენი ყველა ადამიანში ზის. რა არის იუდას პრობლემა? ბოლოს ხო გახსოვთ, სახარებაში წერია ესე, შეინანა. ჩვენ ვიცით ქრისტიანული სინანული და ვიცით იუდას მსგავსი სინანული. რას ნიშნავს შეინანა? რა ფენომენია იუდას საერთოდ? მართალი კაცი მოგეცინა, ანობს აშკარად, ხო? მერე წავა თავს ჩამოიხჭობს. იუდა ძის თითოეულ ჩვენთაგანში, მოკლედ რო ვთქვათ, რა არის იუდას ფენომენი?
იუდა კი იქ იპარავდა კიდევაც ფულს და ასე შემდეგ, როგორც იოანე მოციქული ამბობს, მაგრამ იუდას პრობლემა სხვა რამეშია. ურწმუნოებაში ქრისტიანული გაგებით ის ურწმუნოა, მაგრამ თეოლოგიური გაგებით, როგორც ასეთი, აი მისტიური გაგებით ის ურწმუნო არ არის. ჯერ ერთი მას ღმერთი რო აწამდეს, ქრისტესთან არ მივიდოდა. მეორეს ერთი ის ხედავს საოცარ ძალმოსილებას ქრისტესი, რასაც ქრისტე ახდენს, ის როგორც მოციქულები ხედავენ, ისიც ხედავს. ის ხედავს მკვდრების აღდგინებას, ის მისი ხელებიც არის თანამონაწილე იმ სასწაულისა, როცა 5 პური და 2 თევზით მთელი ესე იგი თითქმის 20,000 კაცი დაპყრდა. მისი სიტყვა ქადაგებს ქრისტეს და მისი ხელები სხვა მოციქულებთან ერთად ესე იგი სხვა მოციქულებთან ერთად ახდენს სასწაულს. აბა რა დაემართა იუდას? იუდას ჰქონდა არაჯანსაღი დამოკიდებულება ქრისტესადმი. მისთვის ღმერთი არის არა ერთადერთი მიზანი და საზრისი ცხოვრებისა და ყველაფრის არსი. არამედ მისთვის ღმერთი არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობა სხვა რაღაცა გააკეთოს. მაგალითად, ზოგი ამბობს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო. აი, როდესაც შენთვის ღმერთი გახდება არა მთავარი და ცხოვრების საზრისი და მიზანი ყველა შენი ადამიანური ქმედებისა, რომელსაც ყველაფერი მას როცა შენ ცხოვრებაში ყველაფერი მას უკავშირდება და ყველაფერი მის სადიდებლად არის, არამედ და საბოლოო ჯამში იცი რომ შენი სამშობლო ღმერთია. ჩვენი სამშობლო ღმერთის მიერ შექმნილი სამოთხე კი არ არის. როგორც ვთქვათ, ისლამში ამგვარი რაღაცა კონცეფცია. ჩვენი სამშობლო თავად ღმერთია. ეხლა რო გასაგები გახდეს, მე ხშირად ესე გამმარტავ ხოლმე. ვთქვათ, კონკია, რომელიც ლამაზი პრინცი მოვიდა და კონკია წაიყვანა ცოლად. ეს ღარიბი პატარა ლამაზი გოგონა და ნუ რაღაც უმდიდრესი და რა. მე გეკითხებით, კონკიას სიყვარულის ობიექტი, ან სიყვარულის წყარო, ან ბედნიერების წყარო რა არის ის სასახლე და ის საოცარი სიმდიდრე თუ ის პრინცი? ხო? ანუ ახლა კონკიას ბედნიერების წყარო არის პრინცი, ანუ პიროვნება, ის რომელიც უყვარს და არა ის რაც პრინცს ახლავს, იმიტომ რომ მას ურჩევნია პრინცი იყოს და მოსიყვარულეს ხოქმალი ცულის სტაჟზე დაეტიაო და შავი პური ჭამონ, ვიდრე პრინცი მოკვდეს და იქ სხვა ქმარი მიიყვანოს და ეს ყველაფერი დარჩეს. ხო სწორია? აი დაახლოებით მსგავსი რაღაცაა. ჩვენთვის სამშობლო არის ღმერთის მიერ შექმნილი სამოთხე კი არა. სამშობლოში მე ვგულისხმობ ჩვენს მარადილ სამყოფელს. არამედ ჩვენი სამშობლო თავად ღმერთია. ეს არის ქრისტიანული სამხედრო, აი დოქტრინალურად ქრისტიანობა ესე საუბრობს სასუფეველზე. ამიტომ იუდას ფენომენი მდგომარეობს იმაში, რომ და აი ყველა ადამიანში განხორციელებული, რომ ჩემთვის თავარი არის არა ღმერთი, ანუ ჩემი სამშობლო, ცოცხალი ჩემი სამშობლო. არამედ ღმერთი როგორც შესაძლებლობა რაღაცა მიწიერის განსახორციელებად. როდესაც ჩემთვის ღმერთი არის შესაძლებლობა რაღაცა მიწიერის განსახორციელებად, თუნდაც ეს რაღაცა მიციერი თავისთავად კეთილშობილური იყოს, სამშობლო, ოჯახი, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ, შენ ხარ იუდას მდგომარეობაში. გესმით? ანუ იუდა რაღაცა ისე რქებიანი ურჩხული კი არ არის. აი ეგ არის იუდას ფენომენი. ასე რომ ეს გვახსოვდეს და რაც შეეხება პეტრეს, საინტერესოა პეტრესა და იუდას ორივემ გაყიდა ქრისტე. ნახე პეტრე როგორ ამბობს, არ ვიცნობ ამ კაცს. წარმოგიდგენიათ, როგორი საქციელია. რა დღეში აგდებენ და არ ვიცნობ ამ კაცის. ხო, რა საოცრება. მაგრამ პეტრე ნანობს და იუდა ვერ ნანობს. და მიზეზი რა არის ამის? პეტრესთვის ქრისტე არის ყველაფერი და იუდასთვის არის შესაძლებლობა. ამიტომ იუდამ ვერ შეძლო სინანული და პეტრემ შეძლო. რატო? სინანული არის არა ის, რომ შენი საქციელის უღირსობას მიხვდე. მიხვდა იუდა თავის საქციელის უღირსობას, ესე შეზიზღა საკუთარი თავი, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. პეტრეს მიხვდა საკუთარი საქციელის საზიზღრობას. მაგრამ რადგან პეტრესათვის თავარი არის ქრისტე, ნახეთ, იუდასთვის თავარი არ არის ქრისტე, იუდასთვის თავარი იუდაა. ქრისტე არის შესაძლებლობა. რადგან იუდასთვის თავარი იუდაა, ეს თავარი ლაფში ჩავარდა და ამან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. პეტრეც ლაფში ჩავარდა, მაგრამ პეტრესთვის ყველაზე დიდი პეტრე კი არ არის და ქრისტე შესაძლებლობების სურვილების განხორციელების შესაძლებლობა კი არ არის, არამედ ქრისტე უმაღლესი ღირებულებაა. და რაც არ უნდა ლაფში ჩავარდე მე, ქრისტე ხო იქ არის
და მე ხო ისევ მინდა. ჩემი თავი, ჩემი ღირსა, მე მაგარი ვინმე, ეს კი არა, ქრისტე მინდა. ამიტომ პეტრე დაბლა დავარდა იუდასავით, მაგრამ ქრისტეზე მოდარჩა. და ყველაფერია პეტრესთვის ქრისტე და სახარებაში ერთადღილად ძალიან კარგად ჩანს. კვირათით აღმდგარი მაცხვარს რომ დაინახავს პეტრეს არ ახსოვს რა საშინელება გააკეთა. გარბის არსობრივად როგორ არ ახსოვს, ცნობილია რომ თელი ცხოვრება ტიროდა პეტრე. მამლის ყილის რომ გაიგონებდა, სუ ტიროდა. და ამბობენ რომ გამოცემა გვეუბნება რომ სუღარები ქონა და თვალები ქონა დაზიანებული ამდენ ტირილისაგან. მაგრამ იმ მომენტში რომ დაინახა ქრისტე უმაღლესი ღირებულება საკუთარი თავი ნაგავში წუმპეში ჩავარდნილი არ ახსოვს და გარბის. აი სინანულის საფუძველი, გესმით? რა არის სინანული ქრისტიანული? როდესაც შენ გაქვს მიზანი სრულყოფილებისაკენ სწრაფვისა, რომელიც არის ცოცხალი ღმერთი, ადამიანად მოსული და მუდამ ისრაფი მისკენ. ანუ შენი ბუნება აქვს მუდმივი მეტამორფოზის შესაძლებლობა. ხოლო იუდას სინანული რა არის? როდესაც სინდის შეგაწუხებს და საკუთარი ღირსების წინაშე, როგორც საკუთარი თავი კერპათა გაგ და აბა ეხლა ეს მე როგორ შემეშალა და ბახ მოიკლა თავი. ეს არის ესე ძალიან მნიშვნელოვანია. აი ქრისტეში ერთი ადგილია ძალიან საინტერესო აქ. ვინ ჭეშმარიტებისაგანა ის ისმენს ჩემსას. ეს არის ძალიან საინტერესო სიტყვები. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ესეთი განცდა რომ კაცო აი ღმერთი რო არის და რატო იმას სასწაული არ მოუხდინა და ამას და იქ სასწაულით ადამიანის მოქცევა სასწაული შეიძლება დაეხმაროს. ადამიანის ნამდვილი მოქცევა როცა ის ხდება ქრისტიანი მხოლოდ და მხოლოდ ხდება ესე ვინ ჭეშმარიტებისაგანა ის ისმენს მისას. უფალი სხვა ადგილას ამბობს ჩემი ცხოვარი ჩემსას ისმენს. ძალიან მარტივად რომ ვთქვა. ორი ადამიანია და ისმენს ერთ და იგივეს. კონკრეტულად რას? ღმერთი არის ხალხო, არის ღმერთი. ამ ორიდან ერთ ძალიან გაუხარდა. მეორეს შეიძლება ის პრო გახარებოდა რომ თუ მოშიებულია რომ წამოხე კაი სუფრა ყველოდება. ანუ აი თქვა არიციან რომ ღმერთი არის და აი ვიღაცა ნამდვილად ეუნება დაუდა ღმერთი არის. ეს ადამიანი ხო უი არის რა კარგია ხო და ეს ადამიანი ღმერთი არის? და როგორ ვიცხოვრო ისე როგორც ადრე ვცხოვრობდი? როგორ ვიცხოვრო ისე რომ თითქოს ღმერთი არ არის? ღმერთი თუ არის მე აღარ უნდა ვიცხოვრო ისე როგორ ვცხოვრობდი? აი ეს ერთი საინტერესო. ეხლა მეორე ღმერთი არის და ის ცოცხალია. როგორ ცოცხალია? ესე იგი რა გამოდის მე შემიძლია მასთან ურთიერთობა დავამყარო, მას ვესაუბრო? მეორე ხო ცოცხალია? აბა რა, როგორ უნდა იყოს ცოცხალი? რას ნიშნავს ცოცხალი? რაღაც ის ინდიფერენტულად. შემდეგი ნაბიჯი. ღმერთი არის ცოცხალია და ისე უყვარხარ, მოვიდა ადამიანად და დადიოდა, დაგენახა. შესაძლებლობა გეძლება მასთან ურთიერთობისა დღესაც კი 21 საუკუნე. რაო? ადამიანად მოვიდა ღმერთი, შენთან მოვიდა, შენ გაქვს ურთიერთობის შესაძლებლობა მასთან, გამიშვით, ეხლავე, წავედით, რა გამაჩერებს? მიდის ადამიანი, აი ტაქსით მივდივარ სადღაც, ბანკში მეჩქარება, იმას ქორწილში ეჩქარება, იმას სამსახურში ეჩქარება, იმას რა და უცებ ჩოჩქალია, ბანკანა ვეღარ გადის, რა ხდება, გადმოვიდა ხალხი შეგროვილი, შუაში ვიღაცა დგას, საუბრობს გმედი და ვიღაცა მითხრა, დამიდასტურეს, 100%-იანი გავიგე. ის ვინც იქ ლაპარაკობს, ჩვეულებრივი ადამიანი კი არ არის. აი სამყაროს შემოქმედი ღმერთი ადამიანად მოსული. გაგახსენდება რამე მე კიდე? წახვალ გააგზელებ ტაქსით გზას. როდესაც იქ დგას ის სუბიექტი, ვისი ნებითაც თუნდაც ის შენი მანქანა მუშაობდა და მოძრაობდა. აღარ ვლაპარაკობ შენს გულზე, შენს იმპულსებზე, ტვინში რომელიც დადის და მიდის და მოდის და შენს საქმიანობაზე, შენს ოჯახში, შენს ბიზნესზე, ყველაფერი რომ მის ხელშია. იქ დგას, აგე რა. და ზურგში აქცევდი, არ ნახავდი, არ მიხვიდოდი და მეორე ადამიანი ადამიანად მოვიდა იესო ქრისტე და დაათებს სანთელს უკეთეს შემთხვევაში წავა სახლში. გესმით აი და მერე ისმენს. ანუ ამბობს რას, რომ სადაც მე ვარ, მინდა რომ შენც იქ იყო. და მე ვიცი რომ მისი სამშობლო ღმერთია, იმიტომ რომ მამა ზეცაშია მისი. ანუ სადაც მე ვარ, მე მინდა თვითონ მეუნება, მე კი არა, თვითონ მითხრა. სადაც მე ვარ, ქრისტე მეუნება. მინდა რომ შენც იქ იყო. რა გავაკეთო ახლა? ზურგი შევაქციო? რა, სულელი ვარ? ქრისტე მეუნება, სადაც მე ვარ, მინდა რომ შენც იქ იყო და რა ვქნა, ზურგი შევაქციო? აი მეორე და რა თქმა უნდა, აბა როგორ ვიყო შენთან მითხარი?
და მეორე ადამიანი ხო, აი სად იყო რაღაცა მომშივდა და წავიდა მოშივდა ბიჭს. ხო, პილატეს სინდრომი. რა არის ჭეშმარიტება? ნიჩსი ამბობდა, რა გადავეკიდი ამ საწყალს, მაგრამ ის ამბობდა ციტრება აღარ მახსოვს, მაგრამ ესეთ რამეს ამბობს, რომ ფაქტორად წინასწარმეტყველებს. იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ ეს პრობლემა არ იდგა. ეს დღევანდელ ლიბერალურ საზოგადოებაში დადგა სამწუხაროდ. როდესაც ხდება ნიველირება ყველა ღირებულების. აღარ არსებობს მაღალი და დაბალი ღირებულებები. არ არსებობს ცოდვა და მადლი. აღარაფერი აღარ არსებობს. აღარ არსებობს სწორი და არასწორი. აღარ არსებობს ჭეშმარიტება. არსებობს ჭეშმარიტებანი, ვის თავში რა ჭეშმარიტება მომწიფდება, ის არის ჭეშმარიტება. და ეს არის პილატეს სინდრომი. პილატე ფილოსოფოსია. იმიტომ რომ რომაელია. ქრისტე ზრუნავს მასზე. ქრისტეს არ აქვს ესეთი გულგრილი დამოკიდებულება მის და იმიტომ რომ ხედავს მასში პოტენციალს და ისეთ სიტყვას ეუნება, ნახეთ, ისეთ სიტყვას ეუნება მას, რომ რითაც ამ რომაელს მოინადირებს და ჭეშმარიტებისკენ გაახედებს და იმიტომ თქვა, მე ჭეშმარიტება დავამოწე. ბუნებრივად მოხდა ეს მისთვის ნაცნობი სიტყვა რა პილატესთვის და რა არის ჭეშმარიტება. მაგრამ უბედურება იცით რაშია? ნახო იცის რა არის ჭეშმარიტება. და არ მოусმინა. ქრისტეს არ დაელოდა პასუხს ახარებაში ესია და რა არის ჭეშმარიტება და გავიდა გარეთ. პილატე სადღაც იქ კი არ არის მარტო, აქაც არის პილატე. ჩვენ გულში, ჩვენი გული ჭეშმარიტება აქ გვყავს. ჩვენ აქ უნდა ვეძებოთ, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანის გულზე და სულზე უფრო წმინდა ადგილი და ღმერთი იქიდან გველაპარაკება. და ჩვენ არ უსმენთ, ჩვენ სულ გარეთ ვერთობით. ამიტომ არ უსმენდა პილატესავე სულ გარეთავარ. და გარდა ამისა, პილატე იმიტომ ვერ იგებს ჭეშმარიტებას, რომ გახსოვთ აქ ფილმში როგორ არის კარგად გადაწყვეტილი, რომ ეუბნება ცოლი ეუბნება, რომ ეს ეკითხება, რომ ფერე უფალი ხო ეუბნება იქ ჭეშმარიტებისგან ვინც არის და ის ჩემსას იგებს და ის ისმენს ჩემსას და შეიძლება რომ ადამიანი გეუნებოდოს ჭეშმარიტებას და მიხვდეო, ცოლს ეკითხება და ცოლი ეუბნება, კი, მე მივხვდები, როცა მეუნება. და ეს გაჩუმდება და ჩემთვის იცი რა არის ჭეშმარიტება და ჩამოთვლისო ერთი აჯანყება, მეორე აჯანყება და ახლა კიდე ჭეშმარიტება ის არის, რომ თუ ქრისტე დავსაჯე, მისიანები აჯანყდებიან, თუ არ დავსაჯე, ფარისევლები აჯანყდებიან. ორივე შემთხვევაში სისხლი დაიღრება და კეისარმა მითხრა, რომ მესამე აჯანყების შემთხვევაში მე შენ სისხლს დაუღრიო. აი ეს არისო ჭეშმარიტება. ნახეთ, რატო ვერ იგებს ფილოსოფოსი პილატე ჭეშმარიტებას? და რატო მოდი ასე ვთქვა, რატო არ აინტერესებს? იმიტომ რომ მას აინტერესებს მიწიერი ჭეშმარიტება. მთელი მისი ცნობიერება გადართულია მიწაზე და ამიტომ ის ზეცირს ვერ იგებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მერე ხო, ქრისტე და კეისარი. რა არჩევანს აკეთებენ? ქრისტე არ არის ჩვენი მეფე, კეისარია ჩვენი მეფე. ეს არის ანტიქრისტეს სულის აღსარებლობა. ანტიქრისტეს სულის აღსარებლობა. ამას უფალი ამბობს, რომ მე მოვედი მამის ნებით და არ მიმიღეთ. და რომ მოვა ანტიქრისტეზე საუბრობს, მსოფლიო პრეზიდენტზე, რომელიც გამეფდება. რომ მოვა, ის მოვა თავის სახელი და თქვენ მას მიიღებთ. კაცობრიობა ემზადება აი ამ კეისრისათვის. აი ეს სიტყვები, რომ ჩვენ არ გვინდა ზეციური მეფე, ჩვენ რომელიც ჩვენი მარადიული სამშობლოა. ჩვენ გვინდა მიწიერი მეფე, ძალმოსილი, აქაური კეისარი. ის მოვა და მთელი ეს სამყარო შეპყრობილი ანტიქრისტეს სულით აირჩევს მას, იმიტომ რომ ის იქნება ზუსტად ანტიქრისტე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული ჩვენთაგანის სული ყოველთვის აკეთებს ამ არჩევანს. ყოველდღიურობაში ვაკეთებთ ამ არჩევანს. ჩვენ საბოლოო ჯამში ვაკეთებთ ჩვენ ცხოვრებისათვის სრულ გლობალურ არჩევანს. და თუ რომელიც გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნდება და თუ მოვესწარეთ მოსვლას, მაშინ ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ არჩევანს. სხვა გზა ჩვენ არ გვექნება. ამიტომ თუ შენი არჩევანი არ არის ქრისტე, მაშინ შენი არჩევანი იქნება აუცილებლად ანტიქრისტე. ალტერნატივა არ არსებობს. და ეს ძალიან კარგად არის ამ ფილმში გაკეთებული. კიდევ ერთი რამ არის ძალიან საინტერესო, როდესაც წაიქცევა ჯვრით რომ მოდის და მისი ყოვლადწმინდა დედა რომ მიუახლოვდება და გახსოვთ რა ეუბნება. ხედავ მე ყველაფერს ახლიდან ვქმნი. ეს არ არის მელ გიბსონის ფანტაზია, ეს ქრისტიანული სწავლებაა და წმინდა წერილის სიტყვებია ახალის შექმნაზე როცა საუბრობს. დიახაც ქრისტე ქმნის ახლიდან სამყაროს.
რას ნიშნავს ახლიდან? ნუ განახლება უფრო ზუსტი ტერმინია. როდესაც მან შეცვალა ადამიანი ერთი ყველა ადამიანს მიეცა შესაძლებლობა შეცვლისა და საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევს სამყაროს მთლიანად განახლებას. აი ეს რო გასაგები იყოს, აი ლოგიკურად, თორე ამის გაგება საიდუმლოება, აი რა ხდება? წარმოიდგინეთ ერთი მარცვალი პატარა თესლი, რომელიც ჩაურგე მიწაში და იქიდან ამოვიდა, ძირი მოიბადა, ამოვიდა პატარა ისა, ყლორტი გაიკეთა და ამოვიდა მიწიდან. გაიზარდა და უზარმაზარი ხე გახდა. უზარმაზარი ხე გახდა. იმ ფესვს, რომელიც ძირშია და აი ამ უზარმაზარი ხის კენწეროში პატარა ყლორტი რო ერთდაიგივე გენეტიკა აქვს, ხო ხვდებით? და ერთდაიგივე სითხე დადის ყველაფერში. მე შეიძლება ვთქვათ, ეს ხე დაავადდა. და ანუ მთელი ხე საქმე ცუდად არის. მე შეიძლება გამოვიგონო ინექცია, რომელიც ერთ-ერთ რტოს ავიღებ. იმას გაუკეთებ ინექციას, ანუ მის ბუნებას გამოვაჯამრთელებ და ის რტო, რომელიც ბუნებას გამოჯამრთელდა გენეტიკურად, იმიტომ რომ რაღაც ინექცია შევიდა შიგნით და ეს თელი სითხე ხო დადის ამ დიდ ხეში, როგორც ორგანიზმში, იქიდან უკვე მიეწოდება ყველაფერს და შეიძლება უკვე მთელი ხე განიკურნოს. ადამიანური საზოგადოება ესია, არის ერთი ძირი, ადამიდან ამოვიდა ევა და ადამიდან ამოვიდნენ შვილები და აი ესე გამრავლდნენ ამ ერთი ძირიდან მთელი ეს კაცობრიობის უზარმაზარი ხე შეიქმნა. ქრისტე როგორ არის დაკავშირებული ამ ბუნებასთან? ერთ-ერთი რტო, როგორიც არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ამ რტოდან იღებს თავის ბუნებას, ანუ თვითონაც ამ ტოტის ნაწილი, ამ ხის ნაწილია ქრისტე, გესმით? ამიტომ რომ წმინდა წერილიც გვასწავლის, რომ თავისიანებთან მოვიდა, ხო? ჩვენი გახდა, გესმის და ჩვენ მისნი ვართ. აი ეს მომენტია და აი ის ღვთისმშობლიდან მიღებული, ანუ ის რტო შეცვალა, როგორ შეცვალა? მთელი ამ ღვაწლით, აი რასაც ჩვენ ხედავთ. ბოლოს ამით არ ვთავდება, აღდგომა ვნახეთ, აღდგომით არ ვთავდება, მე ამაღლებით. ანუ შეცვალა სრულად, განაღმრთო, ანუ ის მდგომარეობა მოუპოვა, რისთვისაც არის დაბადებული ადამიანი და უკვე თითოეულ ჩვენთაგანს აქვს შესაძლებლობა თუ ჩვენ პიროვნულად ნებას გამოვხატავ და სურვილს, რომ ის ბუნება ჩვენშიც გადმოვიდეს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ახალი ადამიანი შეიქმნა. ესე ასწავლებს ქრისტიანობა და აი ამ სიტყვებს ძალიან კარგად ეუბნება თავის ყოვლადწმიდა დედას, ესე იგი მაცხოვარი. ნუ ჯვარცმასთან დაკავშირებით ზიარება, ჩვენ გახსოვს ფილმში, რომ როცა უფალის ჯვარცმის ეს პერიოდია სცენები, აი იქ არის ეს გახსენება იმისა, როგორ აზიარებს თავის მოციქულებს. უცნაურია, ხო? პური და ღვინო, როგორ არის ხორცი და სისხლი. ეს ხშირად არ ესმით ხოლმე და არსებობს ლათინური სწავლება, კათოლიკური, რომელსაც მართლმადიდებლობა არ იზიარებს. პური და ღვინო წირვის დროს გარდაისახება ხორცსა და სისხლად, იგი ხდება უკვე ნამდვილი, ჩვეულებრივი უпроსწორად, ნამდვილი ხორცი და სისხლი არის, მაგრამ ის როგორც ნივთიერებაც ხორცი და სისხლია, ოღონ შენ რო ხელს კიდებ და იღებ გეჩვენება, რომ პური და ღვინოა. ქრისტიანობა მართლმადიდებლობა გვეუბნება, რომ ესე არ არის. იგი დიახად ჭეშმარიტად ხორცი და სისხლი ხდება, არსობრივად, მაგრამ ნივთიერება, ის პური და ღვინოთ რჩება, მაგრამ აი ნივთიერების არსი არის ხორცი და სისხლი. რატომ არის ხორცი და სისხლი? საიდუმლოებაა ეს. იმიტომ რომ ქრისტე ამბობს, ეს პური და ღვინო, უკვე ჩემი ხორცი და სისხლია აი ამ კურთხევის მერე. ხა რას ნიშნავს ხორცი და სისხლი? ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც აი ჩვეულებრივი ხელი და სული, ხო? და სისხლი გახდა ღმერთის ხორცი და სისხლი, პიროვნულად ის თავის პიროვნებაში მოაქცია ადამიანური ბუნება, აი ეს პურიც და ეს ღვინოც მოაქცია ქრისტემ თავის პიროვნებაში და ის ხორცი და სისხლია. ეს იმას ნიშნავს, რომ აი როგორც ქრისტეს სხეული იყო უშრეტი წყარო ღვთაებრივი ენერგიისა და მადლის, ასევე ევქარისტიული პური და ღვინო, ანუ ხორცი და ჭეშმარიტი ხორცი არსით და ჭეშმარიტი სისხლი არსით ქრისტესი ხდება სრული სისავსე ღვთაებრივი ენერგიისა. და ამიტომ ადამიანი, რომელიც რწმენით მიახლება წმინდა ზიარების საიდუმლოებას, ის ისეთ სიდიადეს მიახლება, სრულ სიდიადეს ღვთაებრივი ენერგიისა, რომლის დატევნა ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ ღმერთი ხო
მოძალადი არ არის როგორც ცოცხალი არსება ამ ენერგიას აი ფრთხილად პაიტერე წიწილა რო გაქვს და ფრთხილად რო ეფერები რომ არ შემოგეჭყლიტო ის პაიტერე ჭიამაიას რომ მოეფერები ჭიამაიას ისე ხო ვერ მოეფერები როგორც აი ამ ჩარკას ისე ხო ჭიამაიას ისე უნდა მოეფერო ანუ ენერგიას შენ ენერგიას ანაწილებ ანუ გესმით ენერგიის დაზოგვა ენერგიის კენოზისი ანუ დამცირება დაკლება რომ არ გავნოს არ გატკინოს მოგეფეროს და შენი პიროვნებას ნებრივად გაზარდოს აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს რა თქმა უნდა უკავშირდება ზიარებას. ზიარებას იმიტომ უკავშირდება, რომ მრავალი ჩვენთაგანი ეზიარება და თუ შენ განცდა არა გაქვს, რომ ვის ეზიარები და რის ფასად მოგეცა, აი რა ტყივილების ფასად მოგეცა. და ეს რა პასუხისმგებლობის წინაშე გაყენებს, რა თქმა უნდა შენ ზიარებას ფასი არ ექნება. ჯვარცმული ავაზაკია ძალიან საინტერესო, გახსოვთ მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკი. რასაკეთებს მარცხნივ ხალხს უნდა მარცხენა მარჯვენა არეულია ამ ფილმში და შეიძლება აი მე რო უყურებ ესე ხო ესე რო უყურებ მარჯვნივ ჯვარცმული უნდა იყოს აქა და მარცხნივ აქა ხო ესე არ არის მარჯვნივ იქ მარცხნიდან მარჯვნივ ხო და აქ როგორ იყო აქ იყო მარცხენა აღიარებს ხო აქეთ იყო მაგრამ აქედან რო უყურებს აქედან მარჯვენა ეს გამოდის ანუ მაცხოვრიდან კი არა მაყურებლიდან ანუ მაგრამ ახლა ამ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თავარი რა არის რომ მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკი ის როგორც მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი ავაზაკები არიან იუდეველი ავაზაკი ეს არისო დღევანდელი ავაზაკი რომელიც შევა და მოიპარავს იუდეველი ავაზაკი თუ მოიპარავდა იქვე კლავდა ანუ ძალიან სასტიკნი იყო და ძალიან ბევრი დანაშაული ქონდა ჩადენილი აქ არის ანუ ძალიან სასტიკი ადამიანები არიან მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკი რასაკეთებს წუწუნებს ბუნებრივი ხა ტკივა მაგრამ აი არეგუება მორჩილე აი საფრთხო განგებულებას ვერ ხედავს თავი ამ ჯვარში რომელზეც ის აკრულია თავის ჯვარში საფრთხო განგებულებას კი არ ხედავს. ის ბორგავს და გამან თავის ლოცულობს, გახსოვთ, გაიხსენეთ. გადმოდი შენ და გადმომიყვანე მე, ხო ლოცულობს. მიშველე კაცო, მიშველე, გადმოდი და გადმომიყვანე და ერთთან ბავშვია და ნუ მე გმობს რა და მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი რასაკეთებს? მე ამის ღირსი ვარ. მე ამის საფრთხო განგებულება და მე ამის ღირსი ვარ. და რასაც ხო მომიხსენე სასუფეველში. წმინდა გვასწავლიან ეკლესიის სწავლება ესეთია რომ მთელი კაცობრიობა არის გაყოფილი ორ ნაწილად. დიდი ნაწილი სამწუხაროდ არის მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკი. ბორგავს. ყველა ჩვენთაგანი ბორგავს ჩვენი ჯვრის გამო. არ მოგწონს ჩვენი ჯვარი. როგორ წუწუნებთ, სულ არ გვინა ღმერთს, სულ ეხვეწებით რომ ეს არა, ის არა, ეს ტკივილი არა, ამაცილი ეს განსასწრელი, სუ და თუ არ გამოდის ისე და ღმერთზე ნაწყენები ვართ, რაღაცა ვერ ვიგებთ, პრობლემაა სულ. არა და ეკლესია გვასწავლის რომ მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი უნდა იყო. ყველა წმინდანის მაგალითი იყო მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი. შენ ცხოვრებაში განსაცდელია, ვიღაცამ გაგაბრაზა. აი ვიღაცა მოვიდა და ჩაგარტყა და გაიქცა. და გაიქცა უსე. როგორ საშინელება ხო მიდიხარ ქუჩაში და გოგოსთან ერთად მიდიხარ, ბიჭი თავი მოგწვოს და ვიღაცა ქთხლიშა და გაიქცა. დაგეჭირა გეცემა კიდე რაღაცა დაიოკებდი, მაგრამ ისე გაიქცა რომ ნუ ვერ დაეწიე რა. შენ დიდი ხარ ხონიერი, მაგრამ და ქთხლიშა და გაიქცა. ნუ ბუნთან გოგოსთან შერავარია ეხლა წარმოიდგინე. მე ხო ვიყავი ახალგაზრდა ვიცი ესა ცუდი იქნება ხო რაღაც ეგეთ. რა უნდა ქნა? როგორია ქრისტიანული, ნუ არა ქრისტიანული, ეს ხარ და რაღა და ბეჭარომელი უნელი ხარ მოვალგნახავ. როგორია ქრისტიანული ტრადიცია? ქრისტიანი ესე მოიქცევა. რა თქმა უნდა ეხლა პირველი რეაქცია იმას გადაულის და სახში რომ მივა. ღვთის წინაშე დაემხობა და ეტყვის ღმერთო შემიდა. მე ხო ვიცი რომ ეს ჩემი ბრალი. მე ხო ვიცი რის გამოც მომხვდა ეს. მე ხო ვიცი რომ შენს გარეშე არაფერი ხდება, მადლობა რომ კიდევ ერთხელ ჭკუა მასწავლე. აი ეს არის ქრისტიანული დამოკიდებულება განსასწრელისადმი. ხო, ნუ ეხლა ეს ფარისეველებია. გადმოდი და გირწმუნებთ. ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ამბობს რომ გადმოსულიყო, ირწმუნებდა. წარმოდგინე გორგვინვარა, პატარა მიწისძვრა იყო და როგორ დავთხენ გარბიან. წარმოდგინე ამ გორგვინვას და კიდევ უფრო უსაშინლეს მოყოლოდა რა სასწაული, უფალი გადმოდის ჯვრიდან და იმებში როა ფენტეზებში და რაღაც ეგეთ ფილმებში და მულტფილმებში ცეცხლს აფრქვევს და გორგვინავს და რაღაცა და ირწმუნებდნენ კია რომ იღოღებდნენ ესე სულ წვრილით სულ მიწას დათხრიდან. და რა ფასი ექნებოდა ამას? ხო ხვდებით რომ ფასი არ ექნებოდა. ესენი იქნებოდნენ მონების საკრებულო, რომელთა მონობა დაფიქსირდებოდა
ეს არ იქნებოდა მათი შინაგანი მეტამორფოზა და ესე მონებივით ეყრებოდნენ. თუ ეს გრანდიოზული არსება ისევ დაპატარავდებოდა, ისევ ეცებოდნენ და ისევ მოკლავდნენ. გესმით? ანუ გადმოდი და ვირწმუნებ აი ეგეთ რწმენას, როცა შენ ღმერთის ძალმოსილებაში ხედავ სარწმუნოების წყაროს, ის რწმენა ქრისტიანული რწმენა არ არის. იმიტომ რომ შენ უნდა გწამდეს სიმართლის, როდესაც ეს სიმართლე თავის ძალმოსილებას არავლეს. და როცა პირიქით არის წინააღმდეგ კიდევაც იმ ძალმოსილებისა, რომელიც საზოგადოებაში გაბატონებულია და თავის სიმართლეთ მოაქვს. კიდევ ერთი ნიუანსი, საჯული ჯვრიდან ქრისტემ კაცობრიობა გაასამართლა. და ღმერთის სიყვარული საჩას. ჩვენს ღმერთს ადგილი არ მივეცით დედამიწაზე. ჩვენ არ მივეცით ადგილი ღმერთს დედამიწაზე და ერთადერთი ადგილი, სადაც უთხარით, შენი ადგილი მანდ არის, ეს არის ჯვარი. და აი აქ ფილმში ძალიან კარგად ჩანს, იქ ხშირად იმეორებს მაცხვარი, რას ამბობს. ფათაშორის ეს არის ერთ-ერთი ეს ყველაზე მეტად ეს დაეხმარა იმ მარჯვნივ ჯვარცმლ ავაზაკს. როცა იმ ფარისევლას ეუბნება, შენთვის ლოცულობსო, შენთვის ეუბნება. ანუ როცა ამბობს, რომ მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რასაკეთებენ. ეს არის ქრისტეს როგორც მსაჯულის განაჩენი კაცობრიობისადმი. ანუ ქრისტემ განაჩენი წარმოსთქვა არა მსაჯულის ტახტზე, არამედ ქრისტემ განაჩენი წარმოსთქვა ჯვრიდან, როცა მას ტყიოდა. ეს განაჩენი არის ეს ზუსტად. მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რასაკეთებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ქრისტიანული მოძღვრების არსს გარკვეულად გამოხატავს. და ბოლოს მარიამზე რო ეუბნება იოანე მოციქულს, რომ ეს შენი დედაო, ამიერიდან უნდა მარიამს რო ეუბნება იოანეზე, რომ ეს შენი შვილიაო. აქ ლაპარაკია მარტო იოანე მოციქულსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის დედაშვილობაზე კი არ არის საუბარი. არამედ აქ გაცილებით ღრმა აზრიდებს. სხვა მოციქულებზე არ იყოს ნათქვამი, მარტო იოანეზე იყო. ყოველი ქრისტიანი, რომელიც ქრისტეს ერთგული იქნება გოლგოთამდე, ხდება ღირსი ღვთისმშობლის შვილობისა, ღვთისმშობელი ხდება მისი დედა და ამით ყოველი ქრისტეს ერთგული, ამგვარად გოლგოთამდე ერთგული ქრისტიანი ხდება ძმა ქრისტესი. ეს ნიშნავს, იგი ხდება არა უბრალოდ მემკვიდრე ღმერთისა და სასუფევლისა, რაც ერთ და იგივეა ამ შემთხვევაში, არამედ თანამემკვიდრე, ანუ ძმა ქრისტესი. ანუ ეს არის სრული განღმრთობა ადამიანური ბუნებისა. და ეს არის არსი ქრისტიანობისა, ამიტომ ეს ამ ფილმში ეს საღვთისმეტყველო სიმაღლეც და სიდიადეც კარგად ჩანს. მე მგონი დაგღალეს და მეც ჩვენ გვაქვს ზუსტად 15 წუთი თუ კითხვები გაქვთ. თუ არა და დავიშალე. მე დაგისვათ. დიახ. მაინტერესებს ერთი რაღაცა, ამ პეტრე მოციქული როდესაც ეუბნება მაცხოვარს, რომ ყველამ რომ დაქტორს მიადაქტორებ, ხო? ეგ მომენტი და მეორე მომენტი პავლე მოციქული როდესაც ამბობს, რომ პავლე აქ არ იყო მამა. არა. კაია, პავლეც ყოფილიყო, მაგრამ მაშინ არ იცნობდა ბაც. როდესაც ამბობს, რომ ვერანაირ ძალავე დამოწმებული შენ სიყვარულს მაცხოვარს რომ იმართავს ვერც ანგელოზები. კი. მაგრამ თვითონ ერთი და იგივე ამბობენ, მაგრამ ის არასორი ეს სწორი და უყურე რა შეასაქმე პეტრე მოციქულის მდგომარეობა, როცა ამას ამბობს და პავლე მოციქულის მდგომარეობა, როცა იმას ამბობს. პეტრე მოციქული, როცა ამას ამბობს, ის ჯერ კიდევ არ არის მისი აი განხრთობა დაწყებული, შეიძლება ასე ითქვას. ანუ უყურე რა ხდება, ყველაფერი რაც ხდება, პეტრე მოციქული ავიღოთ. პეტრე მოციქულთან რაც ხდება, ყველაფერი არის მის გარეთ არსებული მოვლენები, რომელსაც პეტრე აკვირდება და მას თავისი პირადი არჩევანით ამ ყველაფერს იღებს. მაგრამ ეს არ არის მისი შიდა ცხოვრება ჯერ. მეცაც გეტყვით, ოდესაც ისინი კიდევ უფრო მეტ სიდიადეს ნახავენ, როგორც არის მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, პეტრე ხო ნახავს, რომ აღდგა მკვდრეთით მაცხოვარი, ხო? ის ჯერ კიდევ არ მისიონირებს. მაინც თავისთვის არის. იმიტომ რომ კი ნახა, რომ უფალი აღდგა მკვდრეთით, ხელიც კი მოკიდეს, უფალი მათ თვალწინ ჭამს, უფალი პერიოდულად ეცხადება და ასწავლის. ამაზე მეტი რა გავნა ნახო? მაგრამ მე გეტყვი, რომ აი თქვა პეტრემეს რო ნახა, რომ მაცხოვარი მართლაც გაცოცხლდა. გაცოცხლება არის წოდება ამ სიტყვას. აღდგომ, იმიტომ რომ აღდგომა გაცოცხლებაზე მეტია. ანუ უფალს ისეთი სხეული კი აღარ ქონა, როგორიც მანამდე ქონდა. არამედ განხრთობილი, მისი განხრთობის პროცესი უკვე დაიწყო, მეორე ეტაპში გადავიდა და სრულად დასრულდება, როცა ამაღლდება ზეცად. მისი ადამიანური ბუნების განხრთობის პროცესია, ეს პროცესი მიდის და ეს მეორე ეტაპია დაწყებული. მაგრამ ხო ამას ხედავს და მაგრამ პეტრე ისევ ისეთია.
პეტრე იგივეა. პეტრეში შინაგანი მეტამორფოზა არ მოხდა, რა ჩვეულებრივია. რაბა როდის შეიცვალა პეტრე მოციქული? როდესაც ეს ყველაფერი რაც ნახა, გადაიქცა მის შიდა ცხოვრება და ეს მოხდა მაშინ, როცა ღმერთი მასში შედის სულთმოფენობის დროს. როცა ის მოინათლა სულიწმინდის გარდამოსვლის დროს, უკვე ეს ყველაფერი გახდა მისი საკუთრება. ანუ მისთვის აღდგომა, ანუ სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე იყო არა ობიექტურად არსებული რეალობა ოღონ მის გარეთ, არამედ ეს იყო მისი შიდა ცხოვრება და თავად ამ ობიექტური რეალობის მონაწილე და გამცდელი და მასთან თანაზიარი. ამიტომ მისი მდგომარეობა მე უკვე სხვანაირი და პავლე მოციქული როცა იმ სიტყვებს ამბობს, ის უკვე ამგვარი ადამიანია. და პეტრე როცა ამბობს მაშინ იმ სიტყვებს ჯერ ის ამგვარი ადამიანი არ არის. შინაგან მდგომარეობაზე არის საქმე. რა თქმა უნდა. თორე ადამიანი თავისთავად ღმერთის გარეშე რაც არა ჩვენ ვისაუბროთ ყველაფერი თქვით, ყველაფერი როგორ რაღაც ნაწილი და გავიგეთ ეს ავტომატურად ჩვენ რამე ძალას არ გვაძლევს. სანამ ეს ყველაფერი შენი შიდა საკუთრება არ გახდება, შენი შიდა ცხოვრებად არ იქცევა. მანამდე როგორც წესი, ეს რჩება მსოფლმხედველობის დონეზე. და არა ცხოვრების საზრისის და შენი პიროვნული არსის დონეზე. და აი ეს განსხვავებაა. გაიხარეთ. მამა, მაინტერესებს აი ტურნის სუდარაზე ისაუბრეთ თქვენ და სადღაც 2-3 პირის უკან იყო დაახლოებით უბრალოდ ფულს რომ მეცნიერებმა ანუ დაასკვნეს რომ ნაცვლად ჯვარზე გაკვრისა იყო Y ფორმა. ანუ და დაასაფუთეს იქ მეცნიერულად რომ ანუ რატო არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ჯვარზე გაკრული. ანუ ამასთან დაკავშირებით თქვენ რას გვეტყვით და მეორე მაინტერესებს მაცხოვრის ფეხების განლაგებასთან დაკავშირებით ეს გადაჯვარი დენება და ისე. იცით რა არის? ტურინის სუდარაზე არის ძალიან ბევრი გამოკვლევა. მეცნიერები პერიოდულად სხვადასხვა დასკვნებს დებენ ხოლმე და მათ შორის იყო ისეთი დასკვნებიც, რომ ის სადღაც მე-15 საუკუნეში დახატულია, რომ ესე იგი არ ეკუთვნის ქრისტეს, მერე თქვა შეიცვლებოდა პოზიცია. ეხლა მე აღმოჩნდებოდა, რომ ეს არ არის და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჯვართან დაკავშირებით, ჯერ ჩემთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა მაინდა-მაინც არ აქვს სიმართლე გითხრა. მაგრამ მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ აქ კიდევ ერთი მორიგი შეცდომა იყოს მეცნიერების, იმიტომ რომ მეცნიერებმა იმჯელეს და თქვეს, მე შემიძლია უბრალოდ თქვათ ეს მივიღო ან არ მივიღო, თქვათ. და მეცაც გეტყვით, მე შეიძლება ეს მივიღო როგორც რაღაც ტენდენციური კვლევა, ოღონ ჯვარს ებრძოლონ. რა თქმა უნდა, ეს ახლა ეს ცილის წამება არ მინდა გამომივიდა, შეიძლება ვიღაცამ თქვათ მართლა ესე ფიქრობს, მაგრამ უბრალოდ ჯვარს ძველად მაშინ რომში ჯვარს ორი ფორმა მართლა ჰქონდა, იყო ტესებრი ჯვრები და იყო ესეთი ჯვრები. ორივე იყო. ხანი მას აკეთებდნენ, ამას იყო პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა. უბრალოდ სახარებაში არის მინიშნება, რომ მაცხოვრის თავის ზემოთ მიგ სახარებაში არის წარწერა გააკეთეს, აი როგორც აქ ფილმში ჩანს. თუ ტესებრი ჯვარი იქნებოდა, ეს თავის ზემოთ ფიზიკურად არ გამოდის, იმიტომ რომ ხელები მაქვს იმ განივძელზე და თავი არის თავის ზემოთ არაფერი აღარ არის. ამიტომ სახარებისეული ამ ტექსტის მიხედვით აუცილებლად უნდა ყოფილიყო თავის ზემოთ კიდე რაღაც ასული, სადაც მიალურს მავდნენ, როგორც სახარებაში წერია. ამიტომ აი ვერ გეტყვით ახლა ვინ მეცნიერება რას ეყრდნობა როგორ არის თუ ტურინის სუდარაზე იყო დიდი ხნის განმავლობაში ძალიან სერიოზული დავა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ არქეოლოგიური დასკვნები იმის სასარგებლოდ მეტყველებდნენ რომ იქ მაცხოვარი იყო ისინი მაინც დაჟინებით რაღაცებს იკვლევდნენ და კვლევით ამტკიცებდნენ საწინააღმდეგოს ну თუმცა ბოლოს ესე იგი საბოლოო ჯამში დათანხმდნენ რომ ის მართლაც პირველი საუკუნესაა და შეიძლება ახაც რაღაც მსგავსი იყოს არ გამოვრიცხავ ვერ გეტყვით ვიდეო იყო, სადაც მეცნიერებთან როგორც თეორია ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც ამბობდა იმას, რომ სისხლი ხელებიდან მოდიოდა არასწორად, კი არ ქონდა ისე გაშლილი, არამედ მაღლა. ხო, და ასე ტურინის სუდარაზე ამტკიცებდნენ, რომ ქრისტე მოძრაობდა ზემოთ ქვემოთ, იმიტომ რომ ვერის უნთქაბის ხო სისხლი შესაძლებელი რომ ესე მოდიოდა, აი ესე. ხან სწორად იყო, ხან დაქანებულა. მაგის შესაძლებელია ეგრე ხო, ფათაშორის აი წვივებს რომ უმტრევდნენ, აი აქ ჩანს ფილმშიც რომ როგორც წვივები გადაუმტრევს, ისინი იმ წამს მოკვდნენ. აქეთ-იქით. წვივის გადამტრევა კაცს რო არ კლავს, ხო იცით, ახლა ფეხი შემოაჭრა და კაცს ცოცხალი დარჩეს. რატო კვდებოდნენ იმ წამს, როცა წვივს უმტრევდნენ? ზოგი ამბობს, ეს იყო ტკივილიდან გამოწვეული შოკი, რაც არ არის მართებული. ზოგი ისეთ ტკივილი გამძლეა, რომ თავში რო ურტყა ვერ გათიშავ. ხო, ახლა მაგრამ ეს იყო წესი მიღებული. მე ვიცი, კაცო, კი არ ხუმრობ. მე ვიცი, ჩვენ რევში ყავს ერთი ადამიანი, კვილებს იღებს ყოველთვის ანესთეზიის გარეშე. ნუ ნემსის ეშინია და იმიტომ და პირდაპირ
ექიმს ცალკე მისდის ხოლმე გული და ესე იგი ხო ნუ რა ვქნა ეგეთია ხო და ესე იგი წვივის გადამტრობა რას იწვევდა ადამიანის უნთქავს ამ დროს ძალიან გადაჭიმული რო არის ხარი აღარ ჩადის და რო ჩაისუფლოს უნდა წამოიწიოს უნდა დააწვეს თავის ფეხებს რომელიც ჯვარცმულია და ფეხებს ეს რა ტკივილს იწვევს ცალკე ხო წარმოგიდგენიათ ხო და რო ვეღარ დააწვა თქვა წვივი თუ გადაუმტრია მერე იგუდება ხარი აღარ ჩადის და ამიტომ მაცხოვარის უნთქავდა ესე ხარ ერთ ხარს წამოწევდა ხარ მეორე ხარს და მერე ნუ ზოგი ამბა ხა იქ საფრთხო განგებულება ჩასმის ახსრუდა და განუტევა სულის სახარებაში წესია და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც იქ ყოფებმა ზოგიერთმა ირწმუნეს მათ შორის იქ თვალებში რო ესხმება ხო ის განიკურნა ლონგინოზია ეს არის ცნობილი ეკლესიის ისტორიაში რომ თვალები აწუხებდა და ფოტოშორის თვალების ტკივილზე ლონგინოს ევედრებიან ხოლმე ნუ მეგეთ რაღაცები არ მიყვას ესეთ აწვიმანება მაგრამ ნუ ესეთი ტრადიციაც არსებობს და მართლა განიკურნა ლონგინოზი და მე მოწამე გახდა ხო და მაცხოვარს ეს არ დაჭირდაო იმიტომ რომ ის იყო დაუძლურებული ამ ცემისაგან რომ ესე იგი უკვე ვეღარ ისუნთქა და მალე აღესრულა აი კადრში კარგად ჩანს როდესაც იესო მიყავთ გოლგოთისკენ ჩანს ეშმაკი თავისი შვილით და ამ ყველაფერს ხედავს ღვთისმშობელიც თუ კარგად გამოფიქსირე და მაინტერესებს რატომ არის ეს ყველაფერი ესე ხაზგასმული ვერ მივხვდი ხო აი იქ რაღაც მეც მაგაზე ეს საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ვერ შევეხები ამას იმიტომ რომ ეს უკვე მხატვრული ხერხია რომელიც ალბათ მელ გიბსონმა ყველაზე მეტად იცის და ნუ მაგრამ მეორე მხრივ წერალი რომ ნაწარმოებს წერს და მხატვარი რო ხატილოს ხატავს და ფილმს რო რეჟისორი იღებს ისო მისი ცნობიერებიდან გამოვა და გამზადდება უკვე მარტო მისი აღარ არის და რა თქმა უნდა თითოეული ჩვენთაგანი საკუთრებაც ხდება და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ინტერპრეტაცია გქონდეს ეს არის ხელოვნების ერთ-ერთი თქვა დანიშნულება რომ ჩვენ გავითავისოთ და ჩვენ საკუთრებად ვაქციოთ ალბათ ჩვენ სწორედ აღნიშნე ეს პარალელი ალბათ ჩემი აზრით ჩანს რომ თითქოს შვილი წაგართვი და თავის შვილს აჩვენებს მარტო ეს ეგეც შეიძლება თქვა მაგრამ ეშმაკი მარტო ესეთი მარტივი ცინიკოსი არ ამგონია იყოს მე ესე ვფიქრობ თუმცა ეგეც მისაღებია რასაც ამბობ და მაგასთან ერთად შეიძლება ისიც იყოს რომ ვინც ხელში უჭირავს და თვითონაც რაღაც ესეთი გასთა გაქრო თითქოს ესეთი ჰერმაფროდიტი ტიპაჟები არიან ხო რაღაც ისეთი უნაყოფო ვიღაცეები და შეიძლება ამი დასცინის რომ შეხო გააჩინე შეხო იწვალე და ამდენი და ეხლა ნახე ესე იტანჯება და ამას ناقოფი არ ექნება ისე როგორც აი ამას ناقოფი არ აქვს და დასცინიან შეიძლება ეს მომენტიც არის ანუ მის დედაშვილობას დასცინის როგორც შენ თქვი და პლუს ამატებს რომ აი უნაყოფო მიჭირავს და ესევე უნაყოფო იქნება ეს თელი ეს დრამა ტყვილა აი ეს სულში ჩაფურთხების მომენტი ქონდა ამიტომ ჯვარცმაზე ფეხების განლაგებაზე მან ტურინის სუდარა ხა ადრე მე დიდი ხანი აღარ შევხები ვარ ამ თემას ჯერ ერთი ამასაც პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ხდები ეს არის ტრადიცია უბრალოდ იქ არის ტურინის სუდარაზე განლაგება არის არა ესეთი არამედ რაღაც აი ესეთია და თითქოს მე აღარ მახსოვს იქ ისეთი განლაგება რომ შესაძლებლობა რჩება ორი ლურსმანისთვის ოღონ მე აღარ მახსოვს ზუსტად მაგრამ მელ გიბსონი ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს კათოლიკურ ტრადიციასაც მაგრამ ტურინის სუდარაში აშკარად ჩანს რომ გვირგვინი იყო მთლიანი ქუდივით ანუ ეკლესიაგან დაწნული იყო ძეძვის ბუჩქივით რომელიც ჩამოსვით რომ იქ გარდაცვლილ ადამიანს თავი დახვერტილი აქვს სულ ანუ მრგვალი იყო და აქ კათოლიკური ტრადიციით მხოლოდ რგოლს ადგავს ანუ მეტნაკლებად ხო ტურინის სუდარაზე აშკარად ჩანს რომ გახვერტილი აქვს აი აქ ეს მერე ჩანს იმითაც რომ თითი მოკეცილი აქვს რომ ლურსმანი იყრება ეს ნერვი ზიანდება და იკეცება ხო და თითების დაკეცილი აქვს ტკივნეული ერთი აქ ვერ იჭერს გერმანელები ატარებდნენ ცდებს მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანებზე და თუ ჯვარს აცვავ ადამიანს ამ სამსჭალებს თუ აქ დააწესებ სიმძიმისაგან ესენი იხევა ფალანგები და ვარდება მაგრამ თუ ამით აცვავ ჯვარს უკვე ესე იგი ეკიდება ამიტომ ტურინის სუდარაზე აქ არის და ხათაშორის უნახავთ უძველესი ხატები თუ ესე იგი რა ქვია ფრესკები სადაც აქ არის ზუსტად ის
მაგრამ კათოლიკური და საერთოდ გავრცელებული ტრადიციით ფილმში ამას აკეთებს. ანუ მაინც ითვალისწინებს იმ ხატწერის პრინციპებს, იმ ტრადიციას, თორე ისე აქ იყო, სწორედ ისა. ანუ ხატწერო არის ეს განლაგება მხოლოდ ეგეთი ის არის. ბატონო არსობრივად არ არის არსობრივად მაგას რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი. ხატებზე ხო აქ აქვს მაცხოა. ხო და არსობრივად მნიშვნელობა არ აქვს მეთქი. აქ უფრო ნუ ესია ამას პრინციპი მნიშვნელობა არ აქვს. ბატონო იცი რა არის როგორ გითხრათ მე მაინც ესე ვფიქრობ რა თქმა უნდა სუბიექტური ახმა მაგრამ ჩემთვის მაგათ აქ ყველაზე მთავარია ის რომ მე ჩემთავს ეს სუბიექტურ განცდას გეუბნებით მე როცა პირველად ნახე და როცა ეხლაც ნახე მაქვს აი ჩემ გულში ტრიალებს ეს სიტყვები უფალო როგორ იტანჯე ჩემთვის აი ეს ტრიალებს მეტი არაფერი ეხლა იქ ნიუანსებს კაცის საერთოდ ადამიანი ესაც ეხება ყველაფერში არის რაღაც მინუსი ხო თავისთავად ცხადია მე ესე ჩავთვალე რომ მელ გიბსონი ამ შემთხვევაში არის ფერწერი რომელმაც ეს დინამიკური ფერწერული ტილო გააკეთა ეს არის და ეს მაგრამ მე ჩემ გულში ეს ჩდება როგორ იტანჯე როგორ გეტკინა ჩემთვის და ეს ბადებს ჩემში როგორ გზნობებს იცი რომ მაგ მიჩნდება სურვილი კიდევ მეტი ერთგულებისა უფლისადმი და რა თქმა უნდა ეგეთი ნიუანსობრივი რაღაცები როგორ არ არსებობს ძალიან ბევრი მე უფრო სიღრმისეული ნიუანსები კიდე შემილია ახლა აქ თქვა რომელიც მე არ მომწონს მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ჩემთვის რა გესმით მე თავიდანვე ვთქვი რომ მე არ მინდა ვეძებო ბნელი შავი კატა ბნელ ოთახში მით უმეტეს თუ ის იქ არ არის ამ ფილმს ის დანიშნულება რომ იყოს დოკუმენტალურად საღვთისმეტყველო და ყველანაირი თვალსაზრისით გამართული ამ ფილმს ეს დანიშნულება არ აქვს ფილმი კი მაგრამ მე მგონი რომ ჩვენ ხატებზე დასვა კითხვა რა ჩვენ ხატებზე რო ესეთ ანუ ხატის დანიშნულება ხარ არის ზუსტად გაგადმოგვს ეს სიტუაცია ანუ ხატის დანიშნულებას არ არის ის რომ ზუსტად ესე იგი ანატომიური და ისტორიული რეალობა ზუსტად გადმოგვცეს ამიტომ ხატის დანიშნულებას ხატი რო თქვა აქ არის სამსჭვალი და არა აქვს ამასაც პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს აუ რამდენი ვილაპარაკე წავედით ახლა